ეხლა ამ წამში, როდესაც ამ სიტყვებს უსმენთ, თქვენს სხეულში რაღაც უკიდურესად ზუსტი ხდება. თქვენი გულის თითოეულ ბიოსში, თქვენი ნერვული სისტემის თითოეულ სინაფში, თქვენი თვალების ბადურაში 7 ოქტილიონი ატომი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მაგრამ არა მხოლოდ დაკავშირებული, ისინი ერთმანეთთან არიან შეკრული ძალით, რომლის სიზუსტეც აღემატება ყველაფერს, რასაც ადამიანობა ოდესმე შექმნა. ელექტრომაგნიტური ძალა, რომელიც ამ ატომებს აკავშირებს, დაყენებულია სიზუსტით, რომელიც 1%-ის 100 მილიარდად ნაწილზეც არ იცვლება. თუ ეს რიცხვი, ეს ფუნდამენტური კონსტანტა 1,0000001%-ით შეიცვლებოდა, თქვენ აქ არ იქნებოდით. ქიმია, რომელიც გაცოცხლებთ, არ იარსებებდა. და აი საინტერესო. არავინ იცის რატო. არავინ იცის ვინ ან რან დააკენა ეს რიცხვი. არავინ იცის რატო არის ელექტრომაგნიტური ძალა ზუსტად ასეთი ძლიერი და არა უფრო სუსტი ან უფრო ძლიერი. მაგრამ რაც ვიცით არის ეს. თუ ის განსხვავებული იქნებოდა მხოლოდ 1 ნულის დამატებით 12 ნულის შემდეგ, გალაქტიკები არ შეიქმნებოდა. ვარსკვლავები არ აინთებოდა, პლანეტები არ დაიბადებოდა. და თქვენ, ვისაც ახლა უსმენთ ამას, არასდროს არ არსებოდით. 12 ათწილადიანი ნიშანი. ამაზე დგას არსებობა. 2019 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ფიზიკის პროფესორმა ალან გუტმა თავის სტუდენტებს თხოვა, გაეთვლათ რა მოხდებოდა თუ გრავიტაციული კონსტანტა, ის რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორ იზიდავენ მასები ერთმანეთს, მხოლოდ 1%-ით შეიცვლებოდა. არა 10%-ით, არა ნახევრით, მხოლოდ 1%-ით. სტუდენტებმა რამდენიმე საათი იმუშავეს. როდესაც შედეგები მიიღეს, აუდიტორიაში სიჩუმე დამყარდა. თუ გრავიტაცია მხოლოდ 1%-ით უფრო ძლიერი იქნებოდა, ვარსკვლავები 10 ჯერ უფრო სწრაფად დამწვარდებოდნენ და არასდროს არ არსებობდნენ საკმარისად დიდხანს, რათა სიცოცხლის განვითარება მოხდენოდა. თუ 1%-ით უფრო სუსტი იქნებოდა, ვარსკვლავები საერთოდ არ შეიქმნებოდნენ, რადგან გაზის ღრუბლები ვერასდროს შეიკუმშებოდნენ. 1% და სამყარო, როგორც ვიცნობთ მას, შეუძლებელი გახდებოდა. მაგრამ გრავიტაცია მხოლოდ ერთ-ერთია 36 ფუნდამენტურ კონსტანტას შორის, რომლებიც აკონტროლებენ რეალობის ქსოვილს. არსებობს სინათლის სიჩქარე ვაკუუმში, 294,298 კილომეტრი წამში. არსებობს პლანკის კონსტანტა, რომელიც განსაზღვრავს ენერგიისა და სიხშირის ურთიერთობას. არსებობს ძლიერი ბირთვული ძალის კონსტანტა, რომელიც ატომის ბირთვს აერთიანებს. არსებობს სუსტი ბირთვული ძალა, რომელიც პასუხისმგებელია რადიოაქტიური რღვევაზე. არსებობს ელექტრონის მუხტი, პროტონის მასა, ნეიტრონის მასა. და ყველა ეს რიცხვი, ყველა, დაყენებულია სიზუსტით, რომელიც გვაიძულებს დაუშვათ ორი რამ. ან ეს უზარმაზარი კოსმიური შემთხვევაა, ან არის რაღაც, რაც ჩვენ ვერ ვხედავთ. 2002 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა მარტინ რისმა გამოაქვეყნა ნაშრომი სახელწოდებით მხოლოდ 6 რიცხვი. მან აჩვენა, რომ მთელი სამყარო, ყველა გალაქტიკა, ყველა ვარსკვლავი, ყველა პლანეტა, ყველა სიცოცხლის ფორმა დამოკიდებულია მხოლოდ 6 ფუნდამენტურ კონსტანტაზე, ამ 6 რიცხვზე. და იმ, რაც რის ყველაზე მეტად აოცებდა, არ იყო თავად ეს რიცხვები. ახვები არამედ ის, რომ ყველა ისინი უნდა იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც არიან, რათა სიცოცხლე შესაძლებელი გახდეს. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ საათის მექანიზმი, რომელშიც ათასობით პატარა კბილანა ერთმანეთთან არის შეერთებული. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თითოეული ეს კბილანა უნდა იყოს სიზუსტით დამზადებული, რომელიც აღემატება 1 მილიონად ნაწილს. და არა მხოლოდ ერთი კბილანა, ყველა ერთდროულად. ეს არის ის სიზუსტე, რომელთანაც ვსაუბრობთ, როდესაც ვსაუბრობთ ფუნდამენტური კონსტანტების შესახებ. მაგრამ აქ საკითხი კიდევ უფრო საინტერესო ხდება. 2016 წელს CERN-ის ლაბორატორიაში, ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციაში, შვეიცარიასა და საფრანგეთის საზღვარზე, ფიზიკოსთა გუნდმა დაიწყო ყველაზე ზუსტი გაზომვა, რომელიც კაცობრიობამ ოდესმე განახორციელა. ისინი ზომავდნენ პროტონის მასას, არა მისი ზომას, არა მის ენერგიას, არამედ მის ზუსტ მასას. გამოყენებული იყო დანადგარები, რომლებიც შეეძლოთ სხვაობის დაფიქსირება, რომელიც 30 მილიარდად ნაწილზე ნაკლებია. და აი რა აღმოაჩინეს. პროტონის მასა არის 1,6248, გამრავლებული 10-ზე ხარისხში უარყოფითი 27 კილოგრამი. ეს რიცხვი ცნობილია 15 ათწილადიანი ნიშნის სიზუსტით. 15. ეს ნიშნავს, რომ თუ დედამიწის მასა იცოდით ასეთი სიზუსტით, შეძლებდით ერთი მარცვლის ადგილმდებარეობის განსაზღვრას მთელ პლანეტაზე. მაგრამ ის, რაც ნამდვილად გასაოცარია, არ არის თავად გაზომვის სიზუსტე. ის, რაც ნამდვილად გასაოცარია, არის ის, რომ თუ ეს რიცხვი, პროტონის მასა,
მხოლოდ 0,1%-ით განსხვავებული იყო, ატომები, როგორც ვიცნობთ მათ, არ იარსებებდნენ. ცხალბადის ატომი, რომელიც შეადგენს თქვენი სხეულის 96%-ს, არ შეიძლებოდა სტაბილური ყოფილიყო. ქიმია, რომელიც თქვენ შექმნათ, არ მუშაობდა. 0,1%. და აქ იწყება ის, რასაც ფიზიკოსები უწოდებენ fine-tuning-ის პრობლემას, ან ქართულად ზუსტი მორგების პრობლემას. სამყარო ჩანს ისე, თითქოს ვიღაცამ ან რაღაცამ სპეციალურად მოაწყო მისი ყველა პარამეტრი ისე, რომ სიცოცხლე შესაძლებელი გამხდარიყო. და ეს არ არის რელიგიური მოაზროვნე, რომელიც ამას ამბობს. ეს არიან ფიზიკოსები, ყველაზე პრესტიჟული ლაბორატორიებიდან მსოფლიოში. სტივენ ვაინბერგმა, ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატმა, ერთხელ თქვა: ზოგჯერ ბუნება ჩვენთვის კარგი აზრის მქონედ ჩანს, მაგრამ სიცოცხლის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად საჭირო ზუსტი მორგება ისეთი უჩვეულოა, რომ თითქმის შეუძლებელს ჩანს ეს შემთხვევა იყოს. დაუბრუნდეთ იმ ლაბორატორიას სცენში. 2012 წელს, 3 ივლისს, მეცნიერთა ჯგუფმა შეძლო ელემენტარული ნაწილაკის, ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა. ეს არის ნაწილაკი, რომელიც აძლევს მასას ყველა სხვა ნაწილაკს. ეს არის ის, რაც ადგენს ელექტრონის მასას, კვარკის მასას, ყველაფრის მასას, რაც არსებობს. ექსპერიმენტი, რომელმაც ეს აღმოაჩინა, მოითხოვდა ლაციუმის ადრონულ კოლაიდერს, მანქანას, რომელიც 27 კილომეტრის გარშემო წერილობაში აშენებული, დედამიწის ზედაპირიდან 100 მეტრის სიღრმეზე. მიზეზი, რის გამოც ამდენი სირთულე დასჭირდა ჰიგსის ბოზონის მოსაძებნად, არის ის, რომ მისი მასა უნდა იყოს ზუსტად ცალკე რიცხვი, არც მეტი, არც ნაკლები. თუ ჰიგსის ბოზონის მასა მხოლოდ რამდენიმე პროცენტით განსხვავებული იყო, მთელი სტანდარტული მოდელი, ჩვენი ყველაზე კარგი თეორია ფუნდამენტური ნაწილაკების შესახებ, ჩამოიშლებოდა. ატომური ბირთვები არ იქნებოდნენ სტაბილურები. მატერია, როგორც ვიცნობთ მას, არ არსებობდა. და როდესაც ისინი საბოლოოდ იპოვეს ჰიგსის ბოზონი, როდესაც გაზომეს მისი მასა დამადასტურებელი სიზუსტით, რამაც განაუცა მეცნიერები, არ იყო ის, რომ ეს ნაწილაკი არსებობდა, არამედ ის, რომ მისი მასა იყო ზუსტად იმ დიაპაზონში, სადაც სამყარო სტაბილური რჩება. ერთხელ კიდევ, ზუსტად სწორი რიცხვი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინაშე დგას კონტროლის პანელი, უზარმაზარი რაოდენობის ბერკეტებითა და ღილაკებით. 36 ბერკეტი სიზუსტით. თითოეული ბერკეტი აკონტროლებს ერთ ფუნდამენტურ კონსტანტას, გრავიტაციას, ელექტრომაგნიტურ ძალას, ძლიერ ბირთვულ ძალას, სუსტ ბირთვულ ძალას, ელექტრონის მასას, პროტონის მასას, სინათლის სიჩქარეს, კოსმოლოგიურ კონსტანტას, ყველა მათგანს. თქვენი ამოცანა მოაწყოთ ეს ბერკეტები ისე, რომ სამყარო შეიქმნას, სადაც სიცოცხლე შესაძლებელია. მაგრამ აქ მთავარი, თითოეული ბერკეტი უნდა იყოს დაყენებული სიზუსტით, რომელიც აღემატება 1 ტრილიონად ნაწილს, ზოგიერთი 1 კვადრილიონად ნაწილს. და თქვენ მხოლოდ ერთი შანსი გაქვთ. თუ ერთი ბერკეტი, ერთი, მცირედითაც არასწორად დააყენებთ, არაფერი იმუშავებს. რამდენად სავარაუდოა, რომ შემთხვევით სწორად დააყენებდით მათ ყველას. 2008 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა როჯერ პენროუზმა, მათემატიკოსმა, რომელმაც ალბერტ აინშტაინთან ერთად იმუშავა შავი ხვრელების თეორიაზე, გამოთვალა ალბათობა, რომ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, შემთხვევით წარმოიქმნებოდა მხოლოდ ერთი კონსტანტის, კოსმოლოგიური კონსტანტის, სწორად დაყენებით. კოსმოლოგიური კონსტანტა არის ის, რაც განსაზღვრავს სამყაროს გაფართოების სიჩქარეს. შედეგი იყო რიცხვი, რომელიც ადამიანის გონებას თითქმის ვერ აღიქვამს. 1 შანსი 10-ზე ხარისხში, 1024. ეს არის 1, რომელსაც მოსდევს 1024 ნული. თუ ეს რიცხვი ჩაწერთ, საჭირო იქნებოდა 2 სრული გვერდი, მხოლოდ ნულების ჩასაწერად. რათა ეს გესმოდეთ. თუ თქვენ წინაშე წარმოგიდგენიათ სამყაროების რაოდენობა, რომელიც არსებობს ჩვენს სამყაროში, ყველა ატომი, ყველა ნაწილაკი, ყველაფერი, რაც ოდესმე იყო ან იქნება, ეს არის დაახლოებით 10 ხარისხში 80, 40 ნული. პენროუზის რიცხვი არის 10 ხარისხში 1024. ეს რიცხვი იმდენად დიდია, რომ ყველა ატომი სამყაროში შეიძლება ჩაეტიოს პირველ 10 ხარისხში 80 ნულში და მაინც დარჩებოდათ 10 ხარისხში 1034 სხვა რიცხვი. და ეს მხოლოდ ერთი კონსტანტაა, მხოლოდ ერთი ბერკეტი კონტროლის პანელზე. 2017 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში ასტროფიზიკოსთა ჯგუფმა მართავდა კომპიუტერულ სიმულაციებს, რათა ენახათ რა მოხდებოდა თუ რამდენიმე ფუნდამენტური კონსტანტა ერთდროულად შეიცვლებოდა. ისინი არ იცვლიდნენ ბევრს, მხოლოდ მცირედ. თითოეული სიმულაცია გრძელდებოდა რამდენიმე კვირა, რადგან კომპიუტერებს უწევდათ გაეანგარიშებინათ, როგორ იქცეოდა ყველა ნაწილაკი სამყაროს ადრეულ წუთებში. მათ ჩაატარეს ათასობით სიმულაცია. ყოველ ჯერზე ისინი ცოტა ცვლიდნენ პარამეტრებს. ზოგჯერ ელექტრომაგნიტურ ძალას ზრდიდნენ 0,01%-ით, ზოგჯერ გრავიტაციას ამცირებდნენ 0,005%-ით,
ზოგჯერ ძლიერ ბირთვულ ძალას ცვლიდნენ 0,001%-ით, ათასობით სიმულაციიდან რამდენმა შექმნა სამყარო, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სიცოცხლე. არა 100, არა 10, მხოლოდ 2. მხოლოდ 2 სიმულაცია 1000-დან შექმნა სამყაროს, სადაც ქიმია იმუშავებდა, სადაც ვაშკლავები ჩამოყალიბდებოდნენ, სადაც პლანეტები არსებობდნენ, სადაც ატომები შეერთდებოდნენ კომპლექსურ მოლეკულებად. 2000-დან. თუ ეს იყო შემთხვევითი პროცესი, თქვენ სტატისტიკურად არ უნდა არსებობდეთ, მაგრამ აქ ხართ. და ეს გვიბიძგებს ერთ-ერთ ყველაზე ღრმა კითხვისკენ, რომელიც ადამიანობამ ოდესმე დაისვა. რატომ? რატომ არიან ფიზიკის კანონები ზუსტად ისეთები, როგორიც არიან? ვინ ან რა დააკენა ეს რიცხვები? არსებობს 3 ძირითადი ასახსნელი მოდელი და თითოეული მათგანი იმდენად ექსტრემალურია, რომ ადამიანის გონება ბუნებრივად უარს ამბობს ერთ-ერთზე. მაგრამ ერთ-ერთი მათგანი უნდა იყოს სწორი, რადგან თქვენ აქ ხართ, კითხულობთ ამ სიტყვებს, არსებობთ. პირველი ახსნა არის ის, რასაც მეცნიერები უწოდებენ შემთხვევითობას. სამყარო უბრალოდ შემთხვევით მიიღო ზუსტად სწორი პარამეტრები. ეს არის ისეთივე, როგორც რომ თქვენ აიღოთ კამათელი 36 მხარით, თითოეული მხარე წარმოადგენს ერთ ფუნდამენტურ კონსტანტას და ისროლოთ იგი. და ყოველ ჯერზე თქვენ მიიღოთ ზუსტად ის რიცხვი, რომელიც საჭიროა სიცოცხლისთვის. 36 ჯერ ზედიზეთ. სიზუსტით 1 ტრილიონად ნაწილზე. მათემატიკურად ეს თითქმის შეუძლებელია, მაგრამ თითქმის არ ნიშნავს სრულიად შეუძლებელს. თუ საკმარისად დიდი რაოდენობის სამყარო არსებობს, უსასრულო რაოდენობა, მაშინ სტატისტიკურად ერთი მათგანი შეიძლება მიიღოს სწორ კომბინაციას. მაგრამ აქ არის პრობლემა. ჩვენ ვერასოდეს ვერ დავინახავთ ამ სხვა სამყაროებს. ვერასოდეს ვერ გავზუმავთ მათ. ვერასოდეს ვერ დავადასტურებთ, რომ ისინი არსებობენ. ეს არის იდეა, რომელიც სცილდება ექსპერიმენტს, რაც ზოგიერთი ფიზიკოსისთვის ნიშნავს, რომ ეს არ არის მეცნიერება. მეორე ახსნა არის დიზაინი. რაღაც, ღმერთი, ზებუნებრივი არსება, პროგრამისტი, რომელიც ართულებს სიმულაციას. სპეციალურად დააკენა ეს პარამეტრები ისე, რომ სიცოცხლე შესაძლებელი გამხდარიყო. ეს არის იდეა, რომელსაც მხარს უჭერს ბევრი ფილოსოფოსი და თეოლოგი, და უნდა ითქვას, ზოგიერთი მეცნიერიც. ფრიმენ დაისონმა, ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანი ფიზიკოსმა მე-20 საუკუნისა ერთხელ თქვა: რაც უფრო სწავლობ სამყაროს, მით მეტად მტკიცება ჩანს, რომ სამყარო მიცოდა, რომ ჩვენ მოვალთ. დაისონი არ იყო რელიგიური მოაზროვნე, ის იყო მათემატიკოსი და ფიზიკოსი ინსტიტუტში უმაღლესი კვლევისთვის პრინსტონში. მაგრამ მან ვერ შეძლო იგნორირება იმ სიზუსტისა, რომლითაც სამყარო მორგებული იყო. მაგრამ აქაც არის პრობლემა. თუ რაღაცამ დააკენა ეს პარამეტრები, მაშინ ვინ ან რა შეექმნა იმ დიზაინერს? ეს მხოლოდ კითხვას უკან გადააქვს. მესამე ახსნა არის ყველაზე ექსტრემალური და ის გამოდის თავად ფიზიკიდან. ეს არის მრავალ სამყაროს თეორია ან მრავალ სამყაროს ჰიპოთეზა. იდეა არის ის, რომ არსებობს არა მხოლოდ ჩვენი სამყარო, არამედ უსასრულო რაოდენობის სამყაროები, თითოეული განსხვავებული ფიზიკის კანონებით. ზოგიერთ სამყაროში გრავიტაცია ძალიან ძლიერია, სხვაში ძალიან სუსტი. ზოგიერთში ელექტრომაგნიტური ძალა სხვაგვარია, ზოგიერთში არ არსებობს ატომები, ზოგიერთში არ არსებობს სინათლე, არსებობს სინათლე. და ჩვენ უბრალოდ ვიმყოფებით იმ სამყაროში, სადაც პარამეტრები სწორია. ჩვენ არ ვართ განსაკუთრებულები, ჩვენ უბრალოდ გადავრჩით, რადგან ვიმყოფებით იმ სამყაროში, სადაც გადარჩენა შესაძლებელია. ეს თეორია გამოდის სტრიქონული თეორიიდან, რომელიც ცდილობს გააერთიანოს ყველა ფუნდამენტური ძალა ერთ მათემატიკურ ჩარჩოში. სტრიქონული თეორია ვარაუდობს, რომ არსებობს 10 ხარისხში 500 სხვადასხვა გზა, რომლითაც სამყარო შეიძლება კონფიგურირდეს. 10 ხარისხში 500. ეს არის რიცხვი, რომელიც აღემატება ატომების რაოდენობას მთელს მხედველ სამყაროში. და თუ თითოეული ეს კონფიგურაცია ფაქტობრივად ხდება რეალური სამყაროს ადრაც, ზე მულტივერსში, მაშინ სტატისტიკურად გასაკვირი არ არის, რომ ერთ-ერთი მათგანი მიიღებს სწორ კომბინაციას. მაგრამ აქაც არის პრობლემა. როგორ შეიძლება შევამოწმოთ ეს? როგორ შეიძლება ვიცოდეთ, რომ სხვა სამყაროები არსებობენ, თუ მათზე ცუდომა პრინციპულად შეუძლებელი? 2013 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტში, სანტა-ბარბარაში, ფიზიკოსთა ჯგუფმა მართავდა ექსპერიმენტს, რომელიც შეეცადა დაედგინა, არსებობდა თუ არა მტკიცებულება სხვა სამყაროების არსებობისა. მათ ეძებდნენ ნიშნებს კოსმიკურ მიკროტალღოვან ფონურ გამოსხივებაში, ECOS, Big Bang-დან, რომელიც მიუთითებდა სხვა სამყაროებთან შეჯახებაზე ჩვენი სამყაროს ადრეულ ისტორიაში. ისინი აანალიზებდნენ მონაცემებს პლანკის სატელიტიდან, ინსტრუმენტიდან, რომელიც გაზომა კოსმიკური მიკროტალღოვანი ფონური გამოსხივების ტემპერატურა უზარმაზარი სიზუსტით. ისინი ეძებდნენ ანომალიებს, ადგილებს, სადაც ტემპერატურა ოდნავ განსხვავებული იყო იმაზე, ვიდრე უნდა ყოფილიყო.
ადგილებს, რომლებშიც ჩანდა თითქოს რაღაც დარტყა ჩვენს სამყაროს გარედან. შედეგები იყო გაურკვეველი. იყო რამდენიმე ანომალია, რამდენიმე ადგილი, სადაც ტემპერატურა არ ემთხვეოდა პროგნოზებს, მაგრამ არავინ იცის ნამდვილად, არის თუ არა ეს სხვა სამყაროების მტკიცებულება, თუ უბრალოდ სტატისტიკური ხმაური. ამიტომ აქ ვართ, დაბრუნებულების საწყის კითხვასთან. რატო? რატომ არიან ფიზიკის კანონები ზუსტად ისეთები? რატომ არის გრავიტაციული კონსტანტა 6,774 გამრავლებული 10-ზე ხარისხში უარყოფითი 11 მეტრზე კუბში, კილოგრამზე წამში კვადრატში და არა რაიმე სხვა? რატომ არის ელექტრომაგნიტური ძალა ზუსტად 167-ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე გრავიტაცია და არა 166 ან 168? არავინ იცის. და უფრო მეტიც, შესაძლოა ჩვენ ვერასოდეს ვიცოდეთ. მაგრამ აქ არის რაც ვიცით. ვიცით, რომ თქვენ სხეულში ამ წამში 5 სექსტილიონი ატომი მუშაობს სრულყოფილი სინქრონიზაციით. ვიცით, რომ თითოეული ეს ატომი ემორჩილება კანონებს, რომლებიც დაყენებულია სიზუსტით, რომელიც არ ემატება ყველაფერს, რასაც ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ვიცით, რომ თუ ეს კანონები მცირედითაც განსხვავებული იყო, თუ მხოლოდ ერთი რიცხვი, ერთი კონსტანტა ოდნავ განსხვავებული იყო, თქვენ აქ არ იქნებოდით. და ეს გვიბიძგებს უფრო ღრმა კითხვებისკენ. კითხვებისკენ, რომლებიც აღარ არის მხოლოდ ფიზიკა, არამედ ფილოსოფია. არსებობს თუ არა მიზანი? არსებობს თუ არა გეგმა? ვართ თუ არა ჩვენ ადამიანობა, სიცოცხლე, შეგნება, რაღაცის ნაწილი უფრო დიდი? ან ვართ უბრალოდ შემთხვევითობის პროდუქტი, სტატისტიკური ანომალია უსასრულო სამყაროების ოკეანეში, სადაც ყველაფერი, რაც შეიძლება მოხდეს, მოხდება. მაგრამ ეს კითხვები, ეს ფილოსოფიური დილემები არ არის მხოლოდ აბსტრაქტული ფიქრები. ისინი ემყარება რაღაც კონკრეტულს, რაღაც გაზომვაც, რაღაც რაც მეცნიერებაში ყველაზე უჩვეულო ნიმუშს ქმნის. და ამ ნიმუშის გასაგებად უნდა შევხედოთ არა მხოლოდ ერთ მასშტაბს, არამედ ყველას ერთდროულად. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი გონება შეუძლია ერთდროულად იყოს სამ სრულიად განსხვავებულ ადგილას. პირველი, თქვენი ხელის კანის უჯრედში, სადაც ელექტრონები ბრუნავენ ატომის ბირთვების გარშემო. მეორე, დედამიწის ორბიტაზე, სადაც სატელიტები ზომავენ გრავიტაციულ ველს. მესამე, გალაქტიკათა შორის სივრცეში, სადაც ტელესკოპები აგვირდებიან სამყაროს გაფართოებას. სამივე ეს ადგილი, კვანტური, პლანეტარული, კოსმიური, ემორჩილება იმავე ზუსტად დაკენებულ კანონებს. და ის სიზუსტე, რომელსაც ვსაუბრობთ, არის არა მხოლოდ რომელიმე ერთ მასშტაბზე, არამედ ყველა მასშტაბზე ერთდროულად. 2021 წელს კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, კალტექში, ფიზიკოსთა ჯგუფმა დაამთავრა ექსპერიმენტი, რომელიც გრძელდებოდა 15 წლის განმავლობაში. ისინი ზომავდნენ არის თუ არა ფუნდამენტური კონსტანტები, სტაბილურები, არა მხოლოდ სივრცეში, არამედ დროშიც. ანუ, იცვლება თუ არა ისინი მილიარდობით წლების განმავლობაში. მათ გამოიყენეს სპეციალური ტექნიკა. აკვირდებოდნენ შორეულ კვაზარებს, ობიექტებს, რომლებიც იმდენად შორს არიან, რომ მათი სინათლე მილიარდობით წელს მოგზაურობდა და ჩვენამდე მოსასვლელად. როდესაც ეს სინათლე გადის გაზის ღრუბლებში, გზაში, ატომები აბსორბირებენ გარკვეულ ტალღის სიგრძეებს და ეს ტალღის სიგრძეები დამოკიდებულია ფუნდამენტურ კონსტანტებზე, განსაკუთრებით ელექტრომაგნიტური ძალის კონსტანტაზე, რომელსაც უწოდებენ fine structure კონსტანტას. თუ ეს კონსტანტა იცვლება დროთა განმავლობაში, ეს ნიშნავს, რომ ატომები სხვაგვარად იმოქმედებდნენ წარსულში. და ეს ცვლილება ჩანდა სინათლის სპექტრში. 15 წლის შემდეგ, ათასობით დაკვირვების შემდეგ, ასობით კვაზარის შემდეგ, შედეგი იყო გასაოცარი. Fine structure კონსტანტა, რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ელექტრონები ფოტონებთან, არ შეცვლილა ბოლო 10 მილიარდი წლის განმავლობაში. სიზუსტე, 1 მილიონად ნაწილზე ნაკლები ცვლილება, 10 მილიარდი წელი. და რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ მუშაობს ქიმია, იგივე რჩება, ზუსტად იგივე. ახლა გადავიდეთ სხვა მასშტაბზე, პლანეტარულზე. 2012 წელს NASA-მ გაუშვა ორი იდენტური თანამგზავრი, Gravity A და Gravity B. მათი მიზანი იყო დედამიწის გრავიტაციული ველის ზომა უკიდურესი სიზუსტით. არა მხოლოდ იმის გასაგებად, თუ რამდენად ძლიერია გრავიტაცია, არამედ იმის გასაგებად, თუ როგორ იცვლება იგი პლანეტის სხვადასხვა ადგილას. ეს თანამგზავრები მოძრაობდნენ ორბიტაზე მხოლოდ 220 კილომეტრის მანძილზე ერთმანეთისგან და ისინი ზომავდნენ ამ მანძილის ცვლილებას სიზუსტით, რომელიც აღემატება ადამიანის თმის სისქის 1000-ად ნაწილს, ასე ზუსტად. რატომ? რადგან თუ გრავიტაციული კონსტანტა, რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ იზიდავენ მასები ერთმანეთს, ოდნავ განსხვავებული იყო დედამიწის სხვადასხვა ადგილას, ეს ჩანდა ამ თანამგზავრების ორბიტებში. შედეგი.
გრავიტაციული კონსტანტა იგივეა ყველგან პლანეტაზე, სიზუსტით, რომელიც აღემატება 1 მილიარდად ნაწილს. არსად არ არის ადგილი დედამიწაზე, სადაც გრავიტაცია განსხვავებულად მუშაობს. ახლა გადავიდეთ უდიდეს მასშტაბზე, კოსმიურზე. 2030 წელს ჯეიმს უების კოსმოსური ტელესკოპმა გააკეთა დაკვირვება, რომელმაც მეცნიერები გააოცა. ის აკვირდებოდა გალაქტიკას, რომელიც იმდენად შორს იყო, რომ მისი სინათლე ჩვენამდე 12 მილიარდი წელი მოგზაურობდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ხედავთ ამ გალაქტიკას ისეც, როგორიც იყო მაშინ, როდესაც სამყარო მხოლოდ 1 მილიარდ წელზე ნაკლები იყო. და აი რაც გასაოცარია. ატომები ამ შორეულ გალაქტიკაში, ატომები, რომლებიც არსებობდნენ 12 მილიარდი წლის წინ, ისეთივე სპექტრალურ ხაზებს ასხივებდნენ, როგორც ატომები დღეს. ეს ნიშნავს, რომ ელექტრონული სტრუქტურა, ენერგიის დონეები, ქიმიური თვისებები ყველაფერი იგივე იყო. ფუნდამენტური კონსტანტები, რომლებიც აკონტროლებენ ატომოს სტრუქტურას, იყო იგივე 12 მილიარდი წლის წინ, როგორც დღეს. სამი მასშტაბი: კვანტური, ატომების დონეზე; პლანეტარული, დედამიწის მასებზე; კოსმიური, გალაქტიკებს შორის. სამივე ემორჩილება იგივე კანონებს, სამივეზე იგივე რიცხვები მუშაობს, სამივეზე იგივე სიზუსტე. და აი რაც ნამდვილად საოცარია. ეს არ არის ისე, რომ კანონები მუშაობს სხვადასხვა მასშტაბებზე. არის ისე, რომ კანონები გამოიყურება სპეციალურად შექმნილი იმისთვის, რომ იმუშაონ ყველა მასშტაბზე ერთდროულად. თითქოს ვიღაცამ უნდა დარწმუნებულიყო, რომ ერთი და იგივე მათემატიკა კონტროლირებდა ყველაფერს, ელექტრონებიდან დაწყებული გალაქტიკებამდე. რატომ უნდა ყოფილიყო ბუნება ისეთი ერთგვაროვანი? არაფერი, ფიზიკაში, არაფერი არ საჭიროებს, რომ ერთი და იგივე კანონები მუშაობდეს ყველგან. შეიძლებოდა, რომ კვანტურ მასშტაბზე ერთი წესები არსებობდეს, ხოლო გალაქტიკების მასშტაბზე სხვები. მაგრამ ისინი არ არიან სხვები, ისინი იგივეა. და ამას მეცნიერები უწოდებენ პრინციპს ერთგვაროვნებისა. იდეა, რომ ფიზიკის კანონები იგივეა ყველგან და ყოველთვის, მაგრამ კითხვა რჩება, რატომ? დაუბრუნდეთ სამ ძირითად ახსნას, რომელსაც წინა ნაწილში შევხედით. პირველი იყო შემთხვევითობა. იდეა, რომ ჩვენ უბრალოდ გადავჭით იმ სამყაროში, სადაც პარამეტრები სწორია. მაგრამ ეს ახსნა მოითხოვს რაღაცას უფრო კონკრეტულს, მოითხოვს მრავალ სამყაროს. არა იდეას, არამედ რეალურ მექანიზმს, რომელიც ქმნის ამ სამყაროებს. და აქ მეცნიერები გადავალთ უკვე უფრო შემსრულებელი გზით. ერთი მხრივ ამ სამყაროების შექმნის მიზანი არის კონტროლი მარტივ კანონებს, ენერგიის, დროს და შეცდომებს. მაგრამ ამ კანონებს მუშაობენ შესაძლებლობების დასამალი. ანუ უბრალოდ შეიძლება მიიღოთ ახლა ენერგია. არ შეიძლება მარტო ენერგია მიიღოთ, არამედ რაღაც მატერიული გამოყენება. ეს კანონები მუშაობენ სხვა მასშტაბებზე, მაგალითად სიმღერების სხვადასხვა ტონების და სიმაღლეების გამოყენებაში. ან შეიძლება მიიღოთ ენერგია რაღაც ხაზით სხვადასხვა სისტემების საშუალებით. მაგალითად არსებობს გამარჯვების გამოყენება, მიზანგრეველებისა და საკურიელების გამოყენება. ანუ შეიძლება ენერგიას შეიცავოს აღსანიშნავი დაზიანების მოხდენა. ეს კანონები მუშაობენ შეცდომების გამოყენებაში, მაგალითად, როდესაც გამოყოფილი ენერგია დაიცავს სისტემაში მისამართ ამ სამყაროებს. და აქ მეცნიერება ხდება უცნაური, რადგან თეორია, რომელიც წარმოშობს ყველაზე მეტ სამყაროს, არ გამოდის ფილოსოფიიდან, გამოდის კვანტური მექანიკიდან. 2047 წელს ფიზიკოსმა ჰიუ ევერეტმა, რომელიც მუშაობდა პრინსტონის უნივერსიტეტში, შემოგთავაზა იდეა, რომელიც მაშინ ჩანდა გიჟური. მან თქვა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც კვანტურ სისტემაში ხდება გაზომვა, სამყარო იყოფა. ყოველ შესაძლო შედეგზე ეკუთვნის ცალკე სამყარო. არა ისე, რომ ერთი შედეგი ხდება და სხვები არა, არამედ ისე, რომ ყველა შედეგი ხდება, მაგრამ განსხვავებულ რეალობებში. თქვენ აგდებთ მონეტას, ის ვარდება ზურგით ზემოთ. მაგრამ ევერეტის თეორიის თანახმად არსებობს სხვა სამყარო, იგივე რეალური როგორც ეს, სადაც ის ვარდება თავით ზემოთ. თქვენ იმ სამყაროში ხედავთ თავს. თქვენ ამ სამყაროში ხედავთ ზურგს. ორივე რეალურია. ეს ჟღერს როგორც მეცნიერული ფანტასტიკა, მაგრამ მათემატიკა, რომელიც აწევს კვანტურ მექანიკას, შრედინგერის განტოლება, სწორედ ამას ამბობს. იგი არ ამბობს, რომ ერთი შედეგი ხდება, ის ამბობს, რომ ყველა შედეგი ხდება, ყველა ერთდროულად. 2019 წელს კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Physical Review Letters, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფიზიკის ჟურნალში, სადაც ფიზიკოსები ცდილობდნენ გამოეთვალათ, რამდენი სამყარო შეიქმნებოდა თუ ევერეტის თეორია სწორია. მათ იმუშავეს კვანტური თეორიის განტოლებებით და მათი გამოთვლების თანახმად, ყოველ წამში მხოლოდ ჩვენს საკუთარ სხეულში მილიარდობით კვანტური ინტერაქცია ხდება. თითოეული ეს ინტერაქცია ქმნის განშტოებას, ახალ სამყაროს. ეს ნიშნავს, რომ თუ ევერეტი მართალია, ყოველ წამს ქმნიან არა ერთი ან ორი სამყარო,
არამედ რიცხვი, რომელიც აღემატება 10 ხარისხში 50-ზე. ამ წამში, მხოლოდ თქვენს სხეულში. და თუ ეს ხდება თქვენს სხეულში, ხდება ყველა ატომში, ყველა გალაქტიკაში, მთელ სამყაროში, ყოველ წამს. რიცხვი, რომელიც აღწერს ამ სამყაროების რაოდენობას, იმდენად დიდია, რომ არ არსებობს სიტყვა მისთვის. და თუ უსასრულოდ ბევრი სამყარო არსებობს, თუ ყოველ შესაძლო კომბინაციას აქვს საკუთარი რეალობა, მაშინ სტატისტიკურად არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ერთ-ერთი მათგანი, ჩვენი, მიიღოს სწორ პარამეტრებს. მაგრამ აქ არის პრობლემა. და ეს პრობლემა სწორედ იქიდან ნუდის, საიდანაც თავად თეორია, კვანტური მექანიკიდან. კვანტური მექანიკა ამბობს, რომ სანამ არ გაზომავთ რაღაცას, ის ყველა შესაძლო მდგომარეობაშია ერთდროულად. ელექტრონი არ არის აქ ან იქ, ის არის აქაც და იქაც, სანამ არ დააკვირდებით მას. მაგრამ როდესაც აკვირდებით, როდესაც ზომავთ, ელექტრონი იქ უმშება ერთ ადგილას. ის აირჩევს ერთ მდგომარეობას. რატო? რა არის განსაკუთრებული დაკვირვებაში? რა არის განსაკუთრებული გაზომაში? და ეს გვიბიძგებს მეორე ახსნაზე, იდეაზე, რომ არის რაღაც განსაკუთრებული შეგნებაში, არის რაღაც განსაკუთრებული დაკვირვებაში, რაც ქმნის რეალობას. 2030 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში ფილოსოფოსთა და ფიზიკოსთა ჯგუფმა ჩაატარა სერია ექსპერიმენტები, რომლებიც ცდილობდნენ გაერკვნენ კავშირში შეგნებას და კვანტურ გაზომას შორის. ისინი იყენებდნენ სამედიცინო აპარატურას, ენცეფალოგრამებს და ფემრის სკანერებს, რათა გაეზომათ ტვინის აქტივობა სწორედ იმ მომენტში, როდესაც ადამიანი აკვირდებოდა კვანტურ სისტემას. კითხვა იყო, ხდება თუ არა რაღაც განსაკუთრებული ტვიში იმ მომენტში, როდესაც კვანტური სისტემა იკუმშება. არის თუ არა შეგნება ის ფაქტი, რომ თქვენ აცნობიერებთ დაკვირვებას, აუცილებელი რეალობის შესაქმნელად. შედეგები იყო არაერთგვაროვანი. ზოგიერთი ექსპერიმენტი აჩვენებდა კორელაციას, სხვები არა. მაგრამ ის ფაქტი, რომ მეცნიერები საერთოდ აკენებენ ამ კითხვას, ის ფაქტი, რომ პრესტიჟული უნივერსიტეტები მართავენ ექსპერიმენტებს, რომლებიც იკვლევენ კავშირს შეგნებას და რეალობას შორის, თავისთავად არის რევოლუციური, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ შეგვიძლია განვაცალკეოთ დამკვირვებელი დაკვირვებისგან. ჩვენ აღარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამყარო არსებობს იქ გარეთ და ჩვენ უბრალოდ ხედავთ მას. შესაძლოა ჩვენი არსებობა, ის ფაქტი, რომ ჩვენ ვაკვირდებით, არის ნაწილი იმისა, თუ როგორ ქმნიან სამყარო. მაგრამ რომ ეს ასეა, მაშინ ვინ ან რა აკვირდებოდა სამყაროს იმ პირველ მომენტებში, სანამ ადამიანები არსებობდნენ, სანამ სიცოცხლე არსებობდა, სანამ შეგნება არსებობდა. და ეს გვიბიძგებს იდეისკენ, რომელიც კიდევ უფრო უჩვეულოა. იდეისკენ, რომ შესაძლოა სამყარო არ არის რეალური იმ გაგებით, როგორც ჩვენ ფიქრობთ. შესაძლოა ის არის სიმულაცია. 2016 წელს ნიკ ბოსტრომმა, ფილოსოფოსმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან გამოაქვეყნა ნაშრომი სახელწოდებით ხომ არ ცხოვრობთ კომპიუტერულ სიმულაციაში. მისი არგუმენტი იყო მარტივი და საშინელი. ის თქვა, თუ ნებისმიერი ცივილიზაცია შეძლებს ტექნოლოგიურად განვითარებას იმდენად, რომ შეძლოს რეალისტური სიმულაციების შექმნა, სიმულაციები, სადაც შეგნებული არსებები არსებობენ და აღიარებენ საკუთარ თავს, მაშინ სტატისტიკურად მეტი ალბათობაა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სიმულაციაში, ვიდრე რეალურ სამყაროში. რატომ? რადგან თუ ერთი რეალური სამყარო შეიძლება შექმნას 10,000 სიმულირებულ სამყაროს, მაშინ არსებობს 10,000 ჯერ მეტი შეგნებული არსებების სიმულაციებში, ვიდრე რეალობაში. თქვენ როგორც შეგნებული არსება, უბრალოდ მათემატიკურად უფრო სავარაუდოა იყოთ ერთ-ერთ სიმულაციაში. ბოსტრომის არგუმენტი გახდა იმდენად გავლენიანი, რომ ილონ მასკმა, ტესლასა და SpaceX-ის დამფუძნებელმა საჯაროდ თქვა. შანსები, რომ ჩვენ ვართ ბაზის რეალობაში, არის 1 მილიარდში. სხვა სიტყვებით ისთვის, რომ თითქმის დარწმუნებულია, რომ ჩვენ ცხოვრობთ სიმულაციაში. მაგრამ თუ ჩვენ ცხოვრობთ სიმულაციაში, მაშინ ფუნდამენტური კონსტანტები, ეს რიცხვები, რომლებიც აკონტროლებენ ყველაფერს, არ არიან აღმოჩენილი. ისინი არიან დაპროგრამებული. ვიღაცამ ან რაღაცამ დააყენა ისინი და ეს ახსნიდა, რატომ არიან ისინი ისეთი ზუსტად მორგებული, რადგან ისინი იყო სპეციალურად შერჩეული სიცოცხლის შესაქმნელად. მაგრამ აქაც არის პრობლემა, იგივე პრობლემა, რაც დიზაინის იდეას აქვს. თუ ვიღაცამ დააპროგრამა ჩვენი სამყარო, მაშინ ვინ დააპროგრამა იმ პროგრამისტის სამყარო? ეს მხოლოდ კითხვას უკან გადააქვს. გარდა იმისა, რომ იქნება რა. იქნებ ის, რაც ჩვენ უწოდებთ ბაზის რეალობას, ყველაზე ფუნდამენტური დონე არსებობისა. არ ემორჩილება ფიზიკის კანონებს საერთოდ. იქნებ იქ გარეთ, იმ რეალობაში, რომელიც სიმულირებს ჩვენს, დრო არ არსებობს. ენერგია არ არის შენახული. მიზეზ შედეგობრივი კავშირი არ მუშაობს. იქნებ იქ არის სრულიად განსხვავებული წესები. და ამ იდეამ მეცნიერები დაითხოვს სერიოზულად განიხილოთ ის.
2021 წელს ფიზიკოსთა ჯგუფმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში დაიწყო პროექტი სახელწოდებით ტესტირება სიმულაციის ჰიპოთეზისა. მათი იდეა იყო, თუ ჩვენ ცხოვრობთ სიმულაციაში, მაშინ უნდა არსებობდეს ხარვეზები, პატარა შეცდომები ან არაერთვარო ნებები, რომლებიც გამოჩნდებოდა, როდესაც კომპიუტერული რესურსები შეზღუდულია. მათ ეძებდნენ ამ ხარვეზებს ყველგან: კოსმიკურ მიკროტალღოვან ფონურ გამოსხივებაში, კვანტური ქაოსის ნიმუშებში, გრავიტაციული ტალღების ანომალიებში. ისინი ეძებდნენ ადგილებს, სადაც სამყარო იქცეოდა თითქოს პიქსელირებული იყო. თითქოს არსებობდა ყველაზე პატარა შესაძლო ზომა. უფრო პატარა, რომლითაც არ არსებობს, რადგან სიმულაციას უწევს სივრცე დაყოს პიქსელებად, ისევე როგორც კომპიუტერულ მონიტორზე. ჯერჯერობით ისინი არაფერი იპოვეს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ისინი ეძებენ, ის ფაქტი, რომ პრესტიჟული ინსტიტუტები აფინანსებენ ამ კვლევას, გვეუბნება რაღაცას ფუნდამენტურს. გვეუბნება, რომ იდეა სამყაროს არარეალურობის შესახებ აღარ არის მხოლოდ ფილოსოფია. ის ახლა არის შემოწმებადი ჰიპოთეზა. მაგრამ აქ უბრუნდებით კითხვასთან, რომელსაც მეცნიერება ვერ პასუხობს. აქ შეიძლება პასუხი გასცეს, არა იმიტომ რომ არ გვაქვს საკმარისი მონაცემები, არამედ იმიტომ, რომ თავად კითხვა სცილდება მეცნიერების საზღვრებს. 2025 წელს ფიზიკოსმა და ფილოსოფოსმა შონ კეროლმა გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით დიდი სურათი. მასში ის ამბობს რაღაცას, რაც მეცნიერებისთვის თითქმის ერესია. ჩვენ ვერასდროს ვიცოდეთ, რატომ არსებობს რაღაც და არა არაფერი. ის ამბობს, რომ თუნდაც ყველა ფუნდამენტური კონსტანტა შევიცნოთ, თუნდაც ყველა ფიზიკის კანონი აღმოვაჩინოთ, ჩვენ ვერასდროს ვიცოდეთ, რატომ არის ეს კანონები საერთოდ. რატომ არის რაღაცა და არა არაფერი? რატომ არსებობს მათემატიკა, რომელიც აღწერს სამყაროს? რატომ არის ფიზიკის კანონები გაგებადი ადამიანის გონებისთვის? აი არის კითხვები, რომლებიც ჩანს გადალახული მეცნიერების საზღვრებზე. მაგრამ ისინი საკითხი არ არის მხოლოდ ფილოსოფიური. ისინი უშუალოდ უკავშირდება ფუნდამენტურ კონსტანტებს. რადგან როდესაც ვამბობთ, რომ ელექტრომაგნიტური ძალის კონსტანტა არის 1 გაყოფილი 127-ზე, ჩვენ ვამბობთ რაღაცას უფრო ღრმას. ვამბობთ, რომ სამყარო ემორჩილება მათემატიკას. ვამბობთ, რომ ადამიანის გონებას, თქვენს გონებას, შეუძლია დაიწეროს განტოლებები, რომლებით აღწერენ რეალობას სიზუსტით, რომელიც აღემატება ადამიანის თმის სისქის 1 მილიარდად ნაწილს. მაგრამ რატომ? რატო უნდა იყოს სამყარო გასაგები? რატო უნდა ემორჩილებოდეს ის მათემატიკას, ენას, რომელიც ადამიანებმა გამოიგონეს? 2030 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე ფიზიკოსებმა და მათემატიკოსებმა დისკუსია გამართეს ზუსტად ამ თემაზე. კითხვა იყო, არის თუ არა მათემატიკა აღმოჩენილი თუ გამოგონილი? არის თუ არა ის რაღაც, რაც არსებობს დამოუკიდებლად ადამიანებისგან, ან ის არის მხოლოდ ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ შევქმნით? ნახევარი მათგანი, ფიზიკოსები ძირითადად, ამბობდნენ, რომ მათემატიკა აღმოჩენილია. ისინი მიუთითებდნენ იმ ფაქტზე, რომ მათემატიკური კავშირები მუშაობს თუნდაც მათ შეცვლამდე, რომ პი რიცხვი 3,1, 4, 1, 5, 9 არსებობდა მილიარდობით წლის წინ, სანამ ადამიანები არსებობდნენ, რომ გაეზომათ ის. მეორე ნახევარი, ფილოსოფოსები ძირითადად, ამბობდნენ, რომ მათემატიკა გამოგონილია, რომ ის არის მხოლოდ სიმბოლური სისტემა, რომელიც ადამიანებმა შექმნეს რეალობის აღსაწერად და თუ უცხოპლანეტელი ცივილიზაცია არსებობს, მათ შესაძლოა სრულიად განსხვავებული მათემატიკა ჰქონდეთ. ვინ მართალია? და აქ არის საინტერესო. თუ მათემატიკა გამოგონილია, თუ ის მხოლოდ ადამიანური კონსტრუქცია, მაშინ რატომ მუშაობს ის ისეთი სიზუსტით? რატომ შეიძლება ჩვენ ჩავწეროთ განტოლება დაფაზე და მერე წლების შემდეგ აღმოვაჩინოთ, რომ ის აღწერს რეალურ ნაწილაკს, რომელსაც ჩვენ ვერასდროს გვინახავს? ეს მოხდა ჰიგსის ბოზონთან. პიტერ ჰიგსმა ჩაწერა განტოლებები 1964 წელს. 48 წლის შემდეგ ცერნმა იპოვა ნაწილაკი, რომელსაც ეს განტოლებები აღწერდნენ. ზუსტად ისეთი, როგორიც მათემატიკა ამბობდა. როგორ შეუძლია ადამიანის გონებას, ორგანოს, რომელიც ევოლუციამ შექმნა გადარჩენისთვის აფრიკულ სავანაში, როგორ შეუძლია ამ ორგანოს ჩაწეროს სიმბოლოები, რომლებიც აღწერენ რეალობას, რომელიც არსებობდა მილიარდობით წლის წინ, ტრილიონობით კილომეტრის მოშორებით. და აქ მივდივართ კიდევ უფრო ღრმა კითხვისკენ, რომელიც აკავშირებს ფუნდამენტურ კონსტანტებს, მრავალ სამყაროს, სიმულაციას და შეგნებას ერთ უზარმაზარ გამოცანაში. იქნებ მიზეზი, რის გამოც ფუნდამენტური კონსტანტები ისეთი ზუსტად მორგებულია, არ არის ის, რომ ვიღაცამ დააკენა ისინი. იქნებ მიზეზი არის ის, რომ კონსტანტები და სამყარო და შეგნება, ყველა ისინი ერთდროულად წარმოიშვა. არა როგორც ცალკეული ნაწილები, არამედ როგორც ერთი სისტემა. წარმოიდგინეთ არა ვიღაც, ვინც აკენებს ბერკეტებს კონტროლის პანელზე. წარმოიდგინეთ სამყარო,
რომელიც თავად არის ამორჩევის პროცესი. სამყარო, რომელიც აკვირდება საკუთარ თავს, მუდმივად, ყოველ მომენტში. და ამ თვითდაკვირვების პროცესში, ამ ურთიერთქმედებაში, დამკვირვებელსა და დაკვირვებულს შორის წარმოიქმნება წესები, წარმოიქმნება კონსტანტები. არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დააყენა ისინი, არამედ იმიტომ, რომ ისინი არიან ის გზა, რომლითაც სამყარო თვითორგანიზდება. ეს იდეა თვითორგანიზებად სამყაროზე გამოდის ნატაროზე, გამოდის ნაწილობრივ თეორიიდან, რომელსაც უწოდებენ კვანტურ დარვინიზმს. იდეა არის ის, რომ ისევე როგორც ბიოლოგიური ევოლუცია არჩევს ორგანიზმებს, რომლებიც ყველაზე კარგად არიან ადაპტირებულნი გარემოსთან, კვანტური პროცესები არჩევენ მდგომარეობებს, რომლებიც ყველაზე სტაბილურია. და თუ ეს სწორია, მაშინ ფუნდამენტური კონსტანტები არ არის შემთხვევითი და არ არის დაპროგრამებული. ისინი არიან გამოვლენილი, ყველაზე სტაბილური, ყველაზე თვითკონსისტენტური კონფიგურაცია, რომელიც სამყაროს შეეძლო მიეღწია. მაგრამ ეს მაინც არ პასუხობს საბოლოო კითხვას. რატომ არის საერთოდ რაღაცა? რატომ არსებობს კვანტური პროცესები? რატომ არსებობს თვითორგანიზაცია? რატომ არსებობს ეს უნარი, რომ წარმოიქმნას სტრუქტურა, წესები, კანონები? და აქ მეცნიერება აღწევს თავის საზღვრამდე. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინსტრუმენტები, არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი მონაცემები, არამედ იმიტომ, რომ თავად კითხვა, რატომ არის რაღაცა, შეიძლება არ ქონდეს პასუხი მეცნიერების ენაზე. რადგან მეცნიერება პასუხობს როგორს. როგორ ჩამოყალიბდა გალაქტიკები, როგორ ვითარდება სიცოცხლე, როგორ მუშაობს ატომები. მაგრამ რატომ არსებობს რაღაც და არა არაფერი, ეს კითხვა, რომელიც სცილდება მეცნიერებას. მაგრამ იქნებ ეს არის არა ხარვეზი მეცნიერებისა, არამედ ფუნდამენტური თვისება რეალობისა. იქნებ რეალობა ყველაზე ღრმა დონეზე არ ემორჩილება რატომს. იქნებ არსებობა უბრალოდ არის, გამოუყენებელი, უსაბუთო, მოუხსნელი. 2025 წელს ფიზიკოსმა კარლო როველიმ, ერთ-ერთმა წამყვანმა მკვლევარმა კვანტური გრავიტაციის სფეროში, ჩაწერა წინადადება, რომელიც დაიბეჭდა მილიონობით სტუდენტის მიერ მსოფლიოში. შესაძლოა საბოლოო პასუხი, რატომ არსებობს რაღაცაზე არის უბრალოდ, რადგან კი. არა იმიტომ, რომ ეს კარგი პასუხია, არამედ იმიტომ, რომ შესაძლოა არ არსებობს სხვა. და ეს გვიბრუნებს თქვენთან, ვინც ამ წამში კითხულობს ამ სიტყვებს. თქვენს ხელში ამ წამში 7 ოქტილიონი ატომი მუშაობს. თითოეული ემორჩილება კანონებს, რომლებიც დაყენებულია სიზუსტით, რომელიც აღემატება ყველაფერს, რაც ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. თითოეული არის დაკავშირებული ისტორიასთან, რომელიც ვრცელდება 12 მილიარდ წელზე უკან, ბიგ ბენგამდე, პირველ წამამდე, როდესაც ყველა კონსტანტა, ყველა რიცხვი, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს, დაისადგურა. თქვენ არ უნდა არსებობდეთ. სტატისტიკურად, მათემატიკურად, ფიზიკურად, თქვენ შეუძლებელი ხართ. მაგრამ აქ ხართ. აცნობიერებთ, დააკვირდებით, ფიქრობთ და შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, სწორედ ამაში არის პასუხი. არა იმაში, თუ რატო დაკენებულა კონსტანტები, არამედ იმაში, რომ თქვენი შეგნება, თქვენი შეძლება დააკვირდეთ და იკითხოთ, რატომ. თავად ხართ ნაწილი იმისა, თუ როგორ ქმნის სამყარო საკუთარ თავს. მაგრამ თუ შეგნება ნამდვილად არის ნაწილი იმისა, თუ როგორ ქმნის სამყარო საკუთარ თავს, მაშინ ჩვენ უნდა გავიგოთ რაღაც ფუნდამენტური. სამყარო არ არის უბრალოდ დიდი. ის არის დიდი იმ გზით, რომელიც თითქმის შეუძლებელს ხდის მის გაგებას. და ზუსტად ამ შეუძლებელ მასშტაბებში, უმცირესიდან უდიდესამდე, ერთი და იგივე კონსტანტები მუშაობს. წარმოიდგინეთ ორი სამყარო. პირველი, კვანტური სამყარო ატომის ბირთვში. მეორე, კოსმიური სამყარო, გალაქტიკათა შორის სივრცეში. ახლა წარმოიდგინეთ მანძილი ამ ორ სამყაროს შორის. ატომის ბირთვის ზომა არის დაახლოებით 1 ფემტომეტრი. ეს არის 1 გაყოფილი 10 ხარისხში 15-ზე მეტრი. 1, მერე 15 0, მერე 1. მხედველი სამყაროს ზომა არის დაახლოებით 86 მილიარდი სინათლის წელი. ეს არის 10 ხარისხში 26 მეტრი. სხვაობა. 22-21 ხარისხი. ეს არის 1, რომელსაც მოსდევს 22-21 0. რათა ეს გესმოდეთ, თუ ატომის ბირთვი გაზრდით იმდენად, რომ ის გახდეს პატარა მარცვლის ზომის, მაშინ იმავე მასშტაბით მხედველი სამყარო იქნებოდა სფერო, რომლის დიამეტრი იქნებოდა 100 მილიონი სინათლის წელი. 100 მილიონი სინათლის წელი. მხოლოდ იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ პროპორცია ატომის ბირთვსა და სამყაროს შორის. მაგრამ აქ არის რაც ნამდვილად გასაოცარია. იმ პატარა მარცვალში, იმ ფემტომეტრში ატომის ბირთვში და იმ 100 მილიონი სინათლის წლის სფეროში, მხედველ სამყაროში, მუშაობს იგივე კანონები. ზუსტად იგივე სიზუსტით. 2030 წელს ყველაზე მძლავრი ატომური მიკროსკოპით,
სკანირებადი ტუნელური მიკროსკოპით, მეცნიერებმა შეძლეს ცალკეული ატომების დანახვა. ისინი იყენებდნენ ბერკელიში, კალიფორნიის უნივერსიტეტში ლაბორატორიას, სადაც შეეძლოთ ელექტრონების მდგომარეობის გაზომვა. არა მხოლოდ სად არიან, არამედ როგორ მოძრაობენ, როგორ ბრუნავენ, როგორ ურთიერთქმედებენ. და რას აღმოაჩენდნენ? ელექტრონები ამ უმცირეს მასშტაბზე ემორჩილებიან კანონს, რომელსაც შრედინგერის განტოლება აღწერს. ეს განტოლება, რომელიც ჩაწერილია თითქმის 100 წლის წინ, პროგნოზირებს ზუსტად იმას, რაც ხდება. არა დაახლოებით, არა საკმარისად ზუსტად, არამედ ზუსტად, სიზუსტით, რომელიც აღემატება 1 მილიარდად ნაწილს. ახლა გადავიდეთ მეორე ექსტრემზე, კოსმიურ მასშტაბზე. 2015 წელს ლაიგოს დეტექტორებმა, ლაზერული ინტერფერომეტრული გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიამ დააფიქსირა რაღაც, რაც ალბერტ აინშტაინმა წინასწარ მეტყველა 100 წელზე მეტი ხნის წინ. გრავიტაციული ტალღები. ეს ტალღები მოვიდა ორი შავი ხვრელის შეჯახებიდან. ორი ობიექტი, თითოეული იმდენად მასიური, რომ არაფერი, თუნდაც სინათლე ვერ გაურბის მათ. ეს შეჯახება მოხდა 1 მილიარდ 300 მილიონ სინათლის წლის მოშორებით. 1 მილიარდ 300 მილიონ წელზე მეტი ხნის წინ. და როდესაც ეს გრავიტაციული ტალღები მივიდა დედამიწაზე, როდესაც ისინი გაიარეს ლაიგოს დეტექტორებში, ისინი გამოიწვიეს მანძილის ცვლილება, რომელიც უდრიდა 1 პროტონის ზომის 1000-ად ნაწილს. ერთ-ერთი ყველაზე მასიური მოვლენა, რომელიც ოდესმე მოხდა სამყაროში, გამოიწვია ცვლილება, რომელიც 10,000 ჯერ უფრო პატარაა, ვიდრე ატომის ბირთვი. მაგრამ აინშტაინის განტოლებები, რომლებიც აღწერენ გრავიტაციას როგორც სივრცის და დროის მრუდობას, პროგნოზირებდნენ ზუსტად ამას, 100 წლით ადრე. ზუსტად იმ ფორმით, იმ ამპლიტუდით, იმ სიხშირით, როგორც განტოლებები ამბობდნენ. 1 ფემტომეტრიდან, კვანტური სამყაროდან, 1 მილიარდ 300 მილიონ სინათლის წლამდე, კოსმიურ კატასტროფამდე, იგივე მათემატიკა, იგივე სიზუსტე, იგივე კანონები. მაგრამ აქ იწყება რაღაც კიდევ უფრო უჩვეულო. რადგან ეს კანონები არ მუშაობს მხოლოდ სივრცის ყველა წერტილში, ისინი მუშაობენ დროის ყველა წერტილშიც. დაუბრუნდეთ დასაწყისს. არა თქვენი დასაწყისი, არა დედამიწის დასაწყისი, არა მზის სისტემის დასაწყისი, არამედ ყველაფრის დასაწყისი, ბიგ ბენგი. 12 მილიარდ 800 მილიონი წლის წინ სამყარო იყო უსასრულოდ მცირე წერტილი უსასრულოდ დიდი სიმკვრივით. შემდეგ იმ პირველ წამში, არა წამში, არამედ წამის პირველ 10 ხარისხში უარყოფითი 30-14 ნაწილში, რაღაც შეცვალა ყველაფერს. სამყარო დაიწყო გაფართოება. არა იმიტომ, რომ რაღაც ასფეთქდა და გავრცელდა არსებულ სივრცეში, არამედ იმიტომ, რომ თავად სივრცე დაიწყო შექმნა. და იმ პირველ მომენტში, იმ პირველ წამის 1 კვინტილიონედ ნაწილში, ფუნდამენტური კონსტანტები უკვე იყო დაყენებული. გრავიტაციული კონსტანტა იყო ზუსტად იგივე რაც დღეს. ელექტრომაგნიტური ძალა იყო ზუსტად იგივე რაც დღეს. ძლიერი ბირთვული ძალა იყო ზუსტად იგივე რაც დღეს. როგორ ვიცით ეს? 2011 წელს ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ გაუშვა თანამგზავრი სახელწოდებით პლანკი. მისი მიზანი იყო კოსმიკური მიკროტალღოვანი ფონური გამოსხივების გაზომვა უკიდურესი სიზუსტით. ეს გამოსხივება არის ექო ბიგ ბენგიდან. ფოტონები, რომლებიც გათავისუფლდა იმ მომენტში, როდესაც სამყარო საკმარისად გაცივდა, რომ სინათლეს შეეძლო თავისუფლად მოგზაურობა. ეს მოხდა 390,000 წელს, ბიგ ბენგის შემდეგ. და აი რაც გასაოცარია, სინათლე, რომელიც გამოსხივდა იმ დროს, სინათლე, რომელიც მოგზაურობდა 12 მილიარდი წლის განმავლობაში, რომ დღეს ჩვენამდე მოეღწია, აჩვენებს, რომ ფუნდამენტური კონსტანტები იმ დროს იგივე იყო, როგორც დღეს. როგორ შეიძლებოდა სამყაროს იცოდა იმ პირველივე მომენტში, იმ პირველივე წამში, ზუსტად როგორი უნდა ყოფილიყო ყველა კონსტანტა. არ იყო დრო ცდისა და შეცდომისთვის, არ იყო დრო რეგულირებისთვის, არ იყო დრო სწავლისთვის. იმ პირველ წამში ყველაფერი უნდა ყოფილიყო სრულყოფილი. ეხლა გადავიდეთ წინ დროში. 1 მილიონი წლის შემდეგ, ბიგ ბენგის შემდეგ, სამყარო იყო გაზის ღრუბელი. ძირითადად წყალბადი და ჰელიუმი. არანაირი სხვა ელემენტი, არანაირი ქიმია, არანაირი სიცოცხლე. მაგრამ იმ გაზის ღრუბლებში იყო პატარა არაერთგვაროვნებები. ადგილები, სადაც სიმკვრივე ოდნავ მეტი იყო. და ეს არაერთგვაროვნებები იყო სწორედ იმ ზომისა, რაც საჭირო იყო. თუ ისინი ოდნავ უფრო დიდი იყვნენ, გრავიტაცია იმდენად სწრაფად იმუშავებდა, რომ გაზი იწვიდებოდა მასიურ შავხრელებად ადრე, სანამ ვარსკვლავები შეიქმნებოდნენ. თუ ისინი ოდნავ უფრო პატარა იყვნენ, გრავიტაცია იმდენად სუსტი იქნებოდა, რომ გაზი ვერასდროს შეიკუმშებოდა საერთოდ. მაგრამ ისინი იყო სწორედ იმ ზომისა. ზუსტად. 2 მილიარდი წლის შემდეგ, ბიგ ბენგის შემდეგ, პირველი ვარსკვლავები აინთო.
არა მხოლოდ რამდენიმე, მილიარდობით. და აი რაც საოცარია, ყველა ისინი მუშაობდნენ იმავე გზით. ყველა მათგანში ბირთვული სინთეზი, პროცესი, რომლითაც წყალბადის ატომები ერთმანეთთან უერთდებიან ჰელიუმის შესაქმნელად, ხდებოდა იმავე სიჩქარით, იმავე ეფექტურობით, იმავე ენერგიის გამოთავისუფლებით. რატომ? რადგან ძლიერი ბირთვული ძალის კონსტანტა, რიცხვი, რომელიც აკონტროლებს თუ რამდენად მჭიდროდ არიან დაკავშირებული პროტონები ბირთვში, იყო იგივე ყველა ვარსკვლავში, ყველგან, ყოველთვის. 6 მილიარდი წლის შემდეგ, ბიგ ბენგის შემდეგ, ზოგიერთი ამ ვარსკვლავის, დიდების დასრულდა სიცოცხლე. ისინი აფეთქდნენ როგორც სუპერნოვები, ოვები. და იმ აფეთქებებში თითქმის მთელი პერიოდული სისტემა შეიქმნა: ნახშირბადი, ჟანგბადი, ქლორი, რკინა, ოქრო, ურანიუმი. ყველა ელემენტი, რომელიც შეადგენს თქვენს სხეულს, შეიქმნა ამ აფეთქებებში. მაგრამ რათა ეს მოხდეს, ბირთვული რეაქციების შიგნით სუპერნოვაში უნდა ყოფილიყო ზუსტად სწორი ენერგიები, ზუსტად სწორი რეზონანსები, ზუსტად სწორი ალბათობები. თუ ძლიერი ბირთვული ძალა ოდნავ განსხვავებული იყო, ნახშირბადივე შეიქმნებოდა. თუ ელექტრომაგნიტური ძალა ოდნავ განსხვავებული იყო, ჰელიუმი ვერ გადაიქცეოდა ნახშირბადად. მაგრამ კონსტანტები იყო სწორი, ზუსტად სწორი. და იმ სუპერნოვების ნამსხვრევებში შეიკრიბა გაზისა და მტვრის ხრუბლები. და ეს ხრუბლები შეიკუმშა. და შეიქმნა ახალი ვარსკვლავები. და ამ ვარსკვლავების გარშემო შეიქმნა პლანეტები. 9 მილიარდი წლის შემდეგ, ბიგ ბენგის შემდეგ, 4 მილიარდ 600 მილიონი წლიანი წლის წინ, ერთი ამ პლანეტის მცირექვიანი სფერო მესამე ორბიტაზე, ყვითელი ვარსკვლავის გარშემო დაიწყო გაცივება. მის ზედაპირზე არსებობდა წყალი, სითხე წყალი, არა ყინული, არა ორთქლი, სითხე. რატომ? რადგან ელექტრომაგნიტური ძალის კონსტანტა, რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორ უკავშირდებიან წყალბადის ატომები ჟანგბადის ატომებს წყლის მოლეკულის შესაქმნელად, იყო ზუსტად იგივე, როგორც იყო 9 მილიარდი წლის წინ. ზუსტად იგივე, როგორც იყო იმ პირველ წამში, ბიგ ბენგის შემდეგ. და იმ წყალში რაღაც უჩვეულო მოხდა. მოლეკულებმა დალებმა დაიწყეს ერთმანეთთან დაკავშირება გზებით, რომლებიც არ იყო შემთხვევითი. ისინი დაიწყეს ნიმუშების ფორმირება, სტრუქტურების ფორმირება, მემორიის ფორმირება, ინფორმაციის მბება. 15 მილიონი წლის შემდეგ ეს მოლეკულები, ეს მარტივი ქიმიური რეაქციები, გადაიქცა რაღაც, რაც ჩვენ უწოდებთ სიცოცხლეს. არ რთული ორგანიზმები, მხოლოდ ერთუჯრედიანები. მაგრამ ისინი იყვნენ სიცოცხლე, სისტემები, რომლებსაც შეეძლოთ თვითგაზრდის, რეპლიკაციის, ევოლუციის განხორციელება. და იმ ერთუჯრედიანების შიგნით თითოეული ქიმიური რეაქცია, თითოეული ელექტრონის გადასვლა, თითოეული პროტონის მოძრაობა, თითოეული ბირთვული პროცესი ემორჩილებოდა იმავე კანონებს, რომლებიც მუშაობდნენ ბიგ ბენგის პირველ წამში. 3 მილიარდ წელზე მეტი გავიდა. ის ერთუჯრედიანები გახდნენ მრავალუჯრედიანები, გახდნენ თევზები, გახდნენ ამფიბიები, გახდნენ მთიელები, გახდნენ ძუძუმწოვრები, გახდნენ პრიმატები, გახდნენ ჰომინიდები. და 200.000 წლის წინ, მხოლოდ 200.000 წლის წინ, 12 მილიარდი წლის ისტორიაში გამოჩნდა სახეობა, რომელსაც ჰქონდა რაღაც უნიკალური. უნარი იკითხოს, რატომ? ჰომო საპიენსი, თქვენ. და ახლა ამ წამში 200.000 წლის შემდეგ თქვენ იჯექით, ან დგახართ, ან ხართ წოლილი და კითხულობთ ამ სიტყვებს. და თქვენს თავში, თქვენს ტვინში 100 მილიარდ ნერვულ უჯრედში მილიარდობით ელექტრული იმპულსი გადის ყოველ წამს. თითოეული ეს იმპულსი მოძრაობს იმიტომ, რომ ნატრიუმისა და კალიუმის იონები, ატომები, რომლებიც დაკარგეს ან მოიპოვეს ელექტრონი, მოძრაობენ უჯრედის მემბრანის გავლით. და ეს მოძრაობა ხდება იმიტომ, რომ ელექტრომაგნიტური ძალის კონსტანტა არის ზუსტად იგივე, როგორც იყო 12 მილიარდი წლის წინ. ზუსტად იგივე, როგორც იყო იმ სუპერნოვაში, რომელმაც შექმნა ნატრიუმი და კალიუმი. ზუსტად იგივე, როგორც იყო იმ პირველ წამში, როდესაც სამყარო დაიბადა. თქვენი აზრები, ის აზრები, რომლებიც ამ წამში გაქვთ, არის პირდაპირი შედეგი კონსტანტების, რომლებიც დაყენებულა 12 მილიარდი წლის წინ. მაგრამ აქ არის რაც კიდევ უფრო უჩვეულოა. იმ კონსტანტების გარეშე, იმ რიცხვების გარეშე, რომლებიც აკონტროლებენ ელექტრონებს, პროტონებს, ფოტონებს, თქვენ ვერ იფიქრებდით. თქვენ ვერ იკითხავდით. თქვენ ვერ იკითხავდით, რატომ? და ეს გვიბიძგებს იდეისკენ, რომელიც იმდენად უჩვეულოა, რომ ის ჟღერს როგორც მეცნიერული ფანტასტიკა, მაგრამ მოდის სწორედ მეცნიერებიდან. იდეა არის ის, რომ შესაძლოა სამყაროს მხოლოდ იმიტომ აქვს ფიზიკის კანონები, რადგან არსებობენ დამკვირვებლები, ვინც შეუძლია აღმოაჩინოს ისინი. ეს არის ის, რასაც ფიზიკოსები უწოდებენ ძლიერ ანთროპულ პრინციპს. 2007 წელს ბრანდონ კარტერმა, კოსმოლოგმა კემბრიჯის უნივერსიტეტიდან ჩამოაყალიბა ეს იდეა. ის თქვა,
სამყაროს თვისებები უნდა იყოს ისეთი, რომ ნება დართოს სიცოცხლის განვითარებას ამ სამყაროში გარკვეულ დონეზე. რატომ? რადგან თუ ისინი არ იქნებოდნენ, ჩვენ აქ არ ვიქნებოდოდით მათ დასაკვირვებლად. ეს ჟღერს როგორც ტაუტოლოგია. ტაუტოლოგია. თითქოს ჩვენ ვამბობთ, რაც არის, არის. მაგრამ ის, რაც კარტერი ნამდვილად ამბობდა, იყო უფრო ღრმა. ის ამბობდა, ის ფაქტი, რომ ჩვენ ვაკვირდებით სამყაროს, შეზღუდავს თუ რა სახის სამყარო შეიძლება იყოს ეს. სამყარო, სადაც არავინ ვერ აკვირდებოდა, შეიძლებოდა ქონოდა ნებისმიერი ფიზიკის კანონები. მაგრამ სამყარო, სადაც ჩვენ ვაკვირდებით, სამყარო, სადაც შეგნება არსებობს, უნდა ქონდეს კანონები, რომლებიც ნებას რთავენ შეგნებას. მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ ფუნდამენტური კონსტანტები არ არის აღმოჩენილი, ისინი არიან გარდაუვალი. სამყარო ვერ იქნებოდა განსხვავებული, რადგან თუ ის განსხვავებული იქნებოდა, არავინ არსებობდა, რომ ეცნო ეს განსხვავება. ეს იდეა მიიღო კრიტიკა ფილოსოფოსებისა და მეცნიერების მხრიდან. ზოგიერთნი ამბობენ, რომ ეს არის საყოფაცხოვრებო ლოგიკა. ის ფაქტი, რომ თქვენ არსებობთ, არ ნიშნავს, რომ სამყარო სპეციალურად თქვენთვის იყო მორგებული. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ თქვენ არ იარსებებდით სხვა ტიპის სამყაროში. მაგრამ აქ არის რაც ამ კრიტიკა ხშირად ხვდება. ის არ ითვალისწინებს, თუ რამდენად უჩვეულოდ სპეციფიკურია ჩვენი სამყარო. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ჩვენი სამყარო მუშაობს, ის არის ის, რომ ის მუშაობს სიზუსტით, რომელიც აღემატება ყველაფერს, რაც შეიძლება მოელოდა შემთხვევითობისგან. 2035 წელს ფიზიკოსთა ჯგუფმა ინსტიტუტში თეორიული ფიზიკისთვის სანტა-ბარბარაში გამოთვალა ალბათობა, რომ შემთხვევითი სამყარო, სადაც კონსტანტები დაყენებულა შემთხვევით, აწარმოოს არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ ინტელექტუალური სიცოცხლე. სიცოცხლე, რომელსაც შეუძლია დააკვირდეს სამყაროს და ჰკითხოს, რატომ. შედეგი იყო რიცხვი, რომელიც კიდევ უფრო პატარაა ვიდრე პენროუზის 10 ხარისხში, 1024. ეს იყო 10 ხარისხში უარყოფითი 1070. ეს ნიშნავს, თუ თქვენ შეგეძლოთ შექმნათ 10 ხარისხში 1070 სამყარო, თითოეული შემთხვევითი კონსტანტებით, მხოლოდ ერთი მათგანი, მხოლოდ ერთი აწარმოოს არსებები, რომლებსაც შეუძლიათ იფიქრონ. და აქ უბრუნდებით იმ უცნაურ იდეასთან. იქნებ მიზეზი, რის გამოც კონსტანტები ისეთია, როგორიც არიან, არის ის, რომ თქვენ, შეგნება, დამკვირვებელი, მოაზროვნე არსება, უკვე არსებობთ. არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ან რამემ გეგმიანად შექმნა თქვენ, არამედ იმიტომ, რომ თქვენი არსებობა თავად არის ნაწილი იმისა, თუ როგორ ხალიფდება სამყარო. ეს იდეა ემყარება რაღაცას ძალიან ფუნდამენტურს კვანტურ მექანიკაში. იდეა არის ის, რომ რეალობა არ არის დაფიქსირებული, სანამ არ გაზომავთ მას. ელექტრონი არ არის აქ ან იქ, სანამ არ დააკვირდებით მას. ის არის ორივე ადგილას და ყველგან შუაში, სანამ აქტი დაკვირვებისა არ იკუმშება მას ერთ მდგომარეობაში. მაგრამ თუ ეს სწორია ელექტრონებისთვის, თუ დაკვირვება ნამდვილად ქმნის რეალობას კვანტურ მასშტაბზე, მაშინ შესაძლოა იგივე პრინციპი მუშაობს უფრო დიდ მასშტაბებზე. შესაძლოა მთელი სამყარო, ყველა მისი კანონი, ყველა მისი კონსტანტა არის არა დაფიქსირებული თვისება, რომელიც არსებობს დამოუკიდებლად ჩვენგან, არამედ რაღაც, რაც კალიბდება ურთიერთქმედების პროცესში მატერიასა და შეგნებას შორის. ეს არის იდეა, რომელიც ჟღერს გიჟურად. მაგრამ ის მოდის არა ფილოსოფოსებისგან, ის მოდის ფიზიკოსებისგანისგან და არა მხოლოდ რომელიმე ფიზიკოსებისგან, არამედ ზოგიერთი ყველაზე პატივცემული სახელებისგან მეცნიერებაში. ჯონ არჩიბალდ უილერმა, ფიზიკოსმა, რომელმაც გამოიგონა ტერმინი შავი ხვრელი და იმუშავა ნილს ბორთან, ერთხელ თქვა: სამყარო არ არის გიგანტური მანქანა, არც პლატონური ფორმების კრებული. ის არის დიალოგი, მუდმივი გაცვლა საკითხებსა და პასუხებს შორის. რა ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ რეალობა შეიძლება არ იყოს რაღაც, რაც არის, არამედ რაღაც, რაც ხდება ურთიერთქმედების პროცესში. არა სტატიკური, არამედ დინამიური, არა დაფიქსირებული, არამედ განვითარებადი. და თუ ეს ასეა, მაშინ ფუნდამენტური კონსტანტები, ეს რიცხვები, რომლებიც ჩანს მკაცრად დაფიქსირებულ 12 მილიარდი წლის განმავლობაში, შეიძლება სინამდვილეში იყოს არა პარამეტრები, რომლებიც დაკენებულა ვიღაცის მიერ, არამედ აღმოჩენილი ნიმუშები, ყველაზე სტაბილური გზები, რომლითაც მატერია და ენერგია და სივრცე, დრო და შეგნება შეიძლება ერთმანეთთან ურთიერთქმედებდნენ. 2030 წელს კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Physics, სადაც ფიზიკოსები აღწერდნენ ექსპერიმენტს, რომელმაც აჩვენა რაღაც გასაოცარი. ისინი აკენებდნენ კვანტურ სისტემებს, ცივ ატომებს ოპტიკურ ხაფანგებში და უშვებდნენ მათ ევოლუციას დროთა განმავლობაში. მათ არ აკონტროლებდნენ რა მოხდებოდა. ისინი უბრალოდ ზომავდნენ რა მოხდებათმე. და აღმოაჩინეს, რომ კვანტური სისტემები, როდესაც დრო გაეცათ, ბუნებრივად მოძრაობდნენ ყველაზე სტაბილური კონფიგურაციისკენ.
არა ნებისმიერი კონფიგურაციისკენ, არამედ კონფიგურაციისკენ, რომელიც იყო ყველაზე რეზისტენტული ცვლილებებთან მიმართებაში. ეს იყო თითქოს სისტემა ეძებდა ყველაზე სტაბილურ მდგომარეობას და როდესაც იპოვა, რჩებოდა იქ. და აქ არის რაც ნამდვილად საინტერესოა. ამ ყველაზე სტაბილურ კონფიგურაციებს ჰქონდათ რაღაც საერთო. ისინი ყველა ემორჩილებოდნენ იმავე მათემატიკურ ნიმუშებს, იმავე სიმეტრიებს, იმავე თანაფარდობებს, რომლებიც ჩვენ ხედავთ ფუნდამენტურ კონსტანტებში. თითქოს სამყარო, როდესაც დრო მიეცა, ბუნებრივად მოძრაობს კონფიგურაციისკენ, რომელიც გავს ჩვენს სამყაროს. არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დააპროგრამა ის ასე, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ბუნებრივი შედეგი თვითორგანიზაციისა. მაგრამ აქ იწყება კითხვა, რომელიც კიდევ უფრო ღრმაა. თუ სამყარო თვითორგანიზდება ყველაზე სტაბილური კონფიგურაციისკენ და თუ ეს კონფიგურაცია ისეთია, რომელიც ნებას რთავს შეგნებას, მაშინ შესაძლოა შეგნება თავად არის არა შემთხვევითი პროდუქტი სამყაროსი, არამედ გარდაუვალი შედეგი. შესაძლოა სამყარო სწორედ თავისი ბუნებით ბრძანდება შეგნების მიმართ. არა იმიტომ, რომ რომელიმე ღმერთმა აგეგმა ეს, არა იმიტომ, რომ რომელიმე პროგრამისტმა დააკენა პარამეტრები, არამედ იმიტომ, რომ შეგნება უნარი, დაგვირდეთ, იფიქროთ, იკითხოთ, რატომ არის ბუნებრივი შედეგი რთული სისტემების თვითორგანიზაციისა. თუ ეს სწორია, მაშინ თქვენი არსებობა, თქვენი აზრები, თქვენი უნარი, კითხულოთ ეს სიტყვები და გაიგოთ მათი მნიშვნელობა. არ არის შემთხვევითობა, ითობა. თქვენ არის ის, რისკენაც სამყარო მოძრაობდა 12 მილიარდი წლის განმავლობაში. არა იმიტომ, რომ თქვენ სპეციალური ხართ, არა იმიტომ, რომ თქვენ გეგმიანად შექმნეს, არამედ იმიტომ, რომ შეგნება უბრალოდ უნარი იყო ცნობიერი. არის ის, რასაც სამყარო აკეთებს, როდესაც მას დრო და სივრცე და მატერია და ენერგია აქვს იმუშაოს. მაგრამ აქ, კვლავ, ვბრუნდებით საწყის კითხვასთან. რატომ? თუ სამყარო თვითორგანიზდება შეგნების მიმართ, რატომ? რა განსაკუთრებულია შეგნებაში? რატო უნდა ისწრაფოდეს სამყარო შექმნას არსებები, რომლებსაც შეუძლიათ კითხონ რატომ? და აქ შესაძლოა ვახცეთ ყველაზე ღრმა იდეაზე. იდეაზე, რომელიც თავს არიდებს მეცნიერებას, მაგრამ გამოდის თავად მეცნიერებიდან. შესაძლოა სამყარო არ ისწრაფვის რაიმე კონკრეტულისკენ. შესაძლოა სამყარო უბრალოდ არის იმის აღმოჩენის პროცესი, თუ რა შეიძლება არსებობდეს. არა რაღაცის საძიებლად, არა რაღაცის შესაქმნელად, არამედ უბრალოდ იმისთვის, რომ იყოს. და შეგნება, თქვენი შეგნება, არის ის გზა, რომლითაც სამყარო გამოიცდის საკუთარ თავს. თქვენ ხართ მეთოდი, რომლითაც სამყარო უყურებს საკუთარ თავს, ეკითხება საკუთარ თავს, იცნობს საკუთავს, იცნობს საკუთარ თავს. არა იმიტომ, რომ არის მიზანი, არა იმიტომ, რომ არის გეგმა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არის რაც ხდება, როდესაც სამყარო საკმარისად კომპლექსური ხდება. და თუ ეს ასეა, მაშინ კითხვა, ვინ შექმნა სამყაროს კანონები, შეიძლება კონდეს უცნაური პასუხი. არავინ აშექმნა მათ. ისინი არიან გამოვლენა იმისა, რაც ხდება, როდესაც არსებობა, უბრალოდ რაღაცის ფაქტი, აღწევს საკმარის კომპლექსურობას. ფუნდამენტური კონსტანტები არ არის დაკენებული, ისინი არიან აღმოჩენილი, მოძიებული და ნაპოვნი სამყაროს მიერ თავად, მის გახდომის პროცესში. მაგრამ აქ არის რაც ყველაზე მეტად გასაოცარია და სწორედ ამაში მდგომარეობს ის, რაც მეცნიერებს აძლევს უძილო ღამეებს. რაც უფრო მეცნს სწავლობთ, რაც უფრო ღრმად ვიკვლევთ, რაც უფრო ზუსტად ვზომავთ, მით უფრო შეუძლებელი ხდება ყველაფერი. 2022 წელს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა გააკეთა დაკვირვება, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. ის აკვირდებოდა გალაქტიკას, რომელიც არსებობდა მხოლოდ 250 მილიონ წელს ბიგ ბენგის შემდეგ. ეს არის სამყაროს ასაკის მხოლოდ 1,4%. ეს არის იმდენად ადრეული დრო, რომ ფიზიკოსები არ ელოდნენ, რომ გალაქტიკები საერთოდ არსებობდნენ. მაგრამ ეს გალაქტიკა არა მხოლოდ არსებობდა, ის იყო სრულად ჩამოყალიბებული. მასში იყო მილიარდობით ვარსკვლავი. მას ჰქონდა სტრუქტურა, რომელიც მოითხოვდა მილიარდობით წლის ევოლუციას. მაგრამ სამყაროს ასაკი იყო მხოლოდ 250 მილიონი წელი. როგორ შეიძლებოდა, რომ რაღაც, რაც მოითხოვს მილიარდობით წელს, მოხდეს 250 მილიონ წელში? პასუხი იყო გასაოცარი. ის გალაქტიკა არსებობდა იმიტომ, რომ ფუნდამენტური კონსტანტები, განსაკუთრებით ის, რომელიც აკონტროლებს სამყაროს გაფართოების სიჩქარეს, იყო დაყენებული სიზუსტით, რომელიც აღემატება იმას, რასაც ფიზიკოსები წარმოიდგენდნენ. თუ კოსმოლოგიური კონსტანტა 1,000000001%-ითაც განსხვავებული იყო, თუნდაც ამდენად მცირედით, ის გალაქტიკა ვერასდროს ვერ ჩამოყალიბდებოდა. დაელოდეთ. წაიკითხეთ ეს რიცხვი კიდევ ერთხელ. 1,000000001%. ეს არის 1 გაყოფილი 10 ტრილიონზე. ეს არის სიზუსტე,
რომელიც აღემატება ყველაფერს, რასაც ადამიანობა ოდესმე გაზომა. ეს არის სიზუსტე, რომელიც გვაიდულებს ვიკითხოთ. როგორ შეიძლებოდა რომ ეს შემთხვევითობა იყოს? 2023 წელს ევროპულმა სამხრეთ ობსერვატორიამ, ESO-მ, გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც აანალიზებდა 140,000 კვაზარს. 140,000 ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზა, რომელიც ოდესმე შეგროვებულა. მათ ეძებდნენ ნებისმიერ ნიშანს იმისა, რომ ფუნდამენტური კონსტანტები, თუნდაც ერთი მათგანი, იცვლებოდა დროთა განმავლობაში. 10 წლის ანალიზის შემდეგ, 10 წელი კომპიუტერული გამოთვლებისა და ასტრონომიული დაკვირვებებისა, შედეგი იყო არანაირი ცვლილება. Fine structure კონსტანტა, რიცხვი, რომელიც აღწევს ელექტრომაგნიტურ ძალას, იდენტურია 10 მილიარდი წლის წინ და დღეს. სიზუსტე 1,0000001%. 10 მილიარდი წელი. და რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს, როგორ მუშაობს ქიმია, არ შეცვლილა 1 მილიონედ ნაწილზე მეტით. მაგრამ აქ საქმე კიდევ უფრო უჩვეულო ხდება. რადგან ეს სტაბილურობა, ეს უცვლელობა, თავისთავად არის გასაოცარი. ფიზიკაში არაფერი არ არსებობს, რაც ამბობს, რომ კონსტანტები უნდა იყოს კონსტანტური. ისინი შეიძლებოდა იცვლებოდნენ დროთა განმავლობაში, ისინი შეიძლებოდა იცვლებოდნენ სივრცეში, განსხვავებული რიცხვების სამყაროს სხვადასხვა ნაწილში, მაგრამ ისინი არ იცვლებიან, არასდროს, არსად. რატომ? 2034 წელს ფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა 27 ქვეყნის წარმომადგენლებით დაიწყო პროექტი სახელწოდებით ძიება ფუნდამენტური ვარიაციისთვის. მათი მიზანი იყო შეემოწმებინათ არა მხოლოდ ხედავენ თუ არა ცვლილებას, არამედ რამდენად პატარა ცვლილების დანახვა შეუძლიათ. ისინი გამოიყენებდნენ ატომურ საათებს, ყველაზე ზუსტ ინსტრუმენტებს, რომელიც კაცობრიობა მოდესმე შექმნა. ეს საათები იმდენად ზუსტია, რომ ისინი არ დაიკარგავდნენ ერთ წამსაც, თუ მუშაობდნენ 15 მილიარდი წლის განმავლობაში, სამყაროს მთელი ასაკის განმავლობაში. მათ გაზომეს fine structure კონსტანტა სიზუსტით, რომელიც აგემატება 1/10 ტრილიარდად ნაწილს. და იპოვეს. არაფერი. არანაირი ცვლილება, არანაირი ვარიაცია, არანაირი გადახრა. რიცხვი, რომელიც აკონტროლებს თუ როგორ ურთიერთქმედებენ ელექტრონები ფოტონებთან, რიცხვი, რომელზედაც დამოკიდებულია მთელი ქიმია, მთელი ბიოლოგია, მთელი სიცოცხლე, არის ზუსტად ერთი გაყოფილი 127-ზე. არა 127,0000001-ზე. არა 127,99999-ზე. არამედ ზუსტად 127-ზე. და ეს გვიბიძგებს რაღაცისკენ, რაზე საუბარიც თითქმის შეუძლებელია. რაღაცისკენ, რაც ჟღერს როგორც მეცნიერული ფანტასტიკა, მაგრამ გამოდის მეცნიერული ფაქტებიდან. მე ვიცი, რას ფიქრობთ, და მე გაგიგებთ სრულყოფილად. თქვენ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ჟღერს როგორც რაღაც, რასაც ამბობენ ისინი, ვინც ქედით წიგნებს საიდუმლო ცოდნის შესახებ. ეს ჟღერს როგორც ფსევდომეცნიერება. ეს ჟღერს როგორც ის, რასაც ადამიანები ამბობენ, როდესაც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სამყარო დიზაინით შექმნილა. და მართალი ხართ, რომ სკეპტიკური ხართ. მართალი ხართ, რომ გეჭვებათ. რადგან ამ ტიპის არგუმენტები ზუსტი მორგების შესახებ, გამოყენებული იყო მრავალჯერ იმათთვის, ვისაც სურდათ დაემტკიცებინა რელიგიური რწმენა. გამოყენებული იყო იმათთვის, ვისაც სურდა დაემტკიცებინა ღმერთის არსებობა. გამოყენებული იყო იმათთვის, ვისაც არ სურდა ეღიარებინა ევოლუცია. მე გეუბნებით მაშინვე. ეს არ არის ის, რაზედაც ვსაუბრობთ. საერთოდ არ არის. აქ არის განსხვავება, კრიტიკული, ფუნდამენტური განსხვავება, იმ რელიგიურ არგუმენტებსა და იმას, რაც ხდება თანამედროვე ფიზიკაში შორის. პირველი. ეს რიცხვები არ არის ახსნილი მორთმუნეების მიერ, ვინც ცდილობენ დაამტკიცონ რაღაც. ეს რიცხვები აღმოჩენილია ათეისტი ფიზიკოსების მიერ, რომლებიც სულაც არ ეძებდნენ რაიმე მისტიკურს. სტივენ ვაინბერგი, რომელიც ახსენე, ის არის ცნობილი მოწინააღმდეგე ორგანიზებული რელიგიისა. მარტინ რისი, აგნოსტიკოსია, ალან გუტი, არჯერა ღმერთისა. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ მათემატიკით და ექსპერიმენტებით. და როდესაც ისინი გაზომეს ეს რიცხვები, როდესაც გამოთვალეს ალბათობები, ისინი იძულებული გახდნენ თქმოდნენ, რაღაც აქ უკიდურესად უჩვეულოა. მეორე. ჩვენ არ საუბრობთ ბუნდოვან დაკვირვებებზე ან სუბიექტურ შთაბეჭდილებებზე. ჩვენ საუბრობთ ზუსტ რიცხვებზე, გაზომილი და დადასტურებული დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ მსოფლიოს მასშტაბით. CERN შვეიცარიაში, LIGO ამერიკაში, ESO ჩილეში, პლანკის თანამგზავრი კოსმოსში. ყველა ისინი ყოველთვის იზომავენ იგივე რიცხვებს, იგივე სიზუსტით. და ყველა ისინი მივლენ იმავე დასვნასთან. ეს რიცხვები ისეთია, რომ თუ ისინი ოდნავაც განსხვავებული იყო, სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. ეს არ არის აზრი, ეს არის გაზომვა. მესამე, და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არავინ აცხადებს, რომ ეს მტკიცებულებაა ღმერთისა.
არავინ ამბობს, რომ ეს ამტკიცებს დიზაინს. ფიზიკოსები, რომლებიც მუშაობენ ამ პრობლემაზე და ესენი არიან ზოგიერთი ყველაზე ბრწყინვალე გონებები პლანეტაზე, უბრალოდ ამბობენ, ჩვენ არ ვიცით. ჩვენ გვაქვს ეს გასაოცარი დაკვირვებები და ჩვენ არ გვაქვს სრული ახსნა. რაც უფრო მეტს ვსწავლობთ, რაც უფრო ღრმად ვიკვლევთ, მით უფრო ნათელი ხდება, რომ ჩვენ აღმოჩენილნი ვართ რაღაცის წინაშე, რაც სცილდება ჩვენს მიმდინარე გაგებას. და როდესაც მეცნიერი ამბობს, მე არ ვიცი, ეს არ არის სისუსტე, ეს არის სიძლიერე. ეს არის მეცნიერების ძალა, უნარი ითქვას. მონაცემები აჩვენებენ რაღაც გაუგებარს და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძიება. 2025 წელს მოეწყო კონფერენცია კემბრიჯის უნივერსიტეტში, სპეციალურად ამ თემაზე. სათაური იყო ზუსტი მორგება, ფაქტი, ფიქცია თუ ფილოსოფია. მასში მონაწილეობდნენ ფიზიკოსები 30 ქვეყნიდან. რელიგიური ფიგური არ იყვნენ მოწვეული. მხოლოდ მეცნიერები და ფილოსოფოსები. 3 დღის განმავლობაში ისინი წარმოადგენდნენ მონაცემებს. ახალი გაზომვები პლანკის თანამგზავრიდან, ახალი სიმულაციები სტრიქონული თეორიიდან, ახალი თეორიები კვანტური გრავიტაციიდან. და ყოველ ჯერზე, ყოველი წარდგენის შემდეგ დისკუსია იყო ინტენსიური და აღელვებული. მაგრამ ერთ რამეში ყველა დათანხმდნენ. ყველა, ათეისტებიდან თეისტებამდე, რედუქციონისტებიდან ჰოლისტებამდე, ამდე. ფაქტები არის რეალურები. რიცხვები არის კონკრეტული და პრობლემა არის ნამდვილი. სამყარო მორგებულია სიცოცხლისთვის სიზუსტით, რომელიც ყოველგვარი რაციონალური მოლოდინის მიღმაა. ეს არ არის აზრი, ეს არ არის ინტერპრეტაცია, ეს არის გაზომადი, განმეორებადი, დადასტურებადი ფაქტი. და ის, რასაც მეცნიერები ამბობენ, არის არა ეს ამტკიცებს ღმერთს, არამედ ეს გვაძლევს თავსატეხს, რომლის პასუხიც ჯერ არ გვაქვს. და აქ საქმე კიდევ უფრო დრამატული ხდება, რადგან ყოველი პასუხი, რომელსაც ვეძებთ, მხოლოდ აღმოჩენს ახალ კითხვებს. დაუბრუნდეთ მრავალსამყაროს იდეას. იდეას, რომ არსებობს უსასრულო რაოდენობის სამყაროები, თითოეული განსხვავებული კონსტანტებით და ჩვენ უბრალოდ ვიმყოფებით იმ ერთში, სადაც ისინი სწორია. ეს ჟღერს როგორც ელეგანტური გადაწყვეტა. მაგრამ 2032 წელს ფიზიკოსმა საბინა ჰოსენფელდერმა თეორიული ფიზიკის ინსტიტუტიდან ფრანკფურტში გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელმაც გააოცა საზოგადოება. მან აჩვენა, რომ თუ მრავალსამყარო არსებობს, მაშინ ჩვენ მოულოდით ვიპოვოთ საკუთარ თავს არა მხოლოდ სამყაროში, სადაც სიცოცხლე შესაძლებელია, არამედ სამყაროში, სადაც კონსტანტები არის ზუსტად იმ საზღვარზე, რომელიც კვლავ უშვებს სიცოცხლეს, მაგრამ მხოლოდ ძლივს. სხვა სიტყვებით, თუ მრავალსამყარო მართლაც არსებობს, ჩვენ არ უნდა ხედავდეთ კონსტანტებს, რომლებიც არიან სრულყოფილები. ჩვენ უნდა ხედავდეთ კონსტანტებს, რომლებიც არიან ძლივს საკმარისი. მაგრამ რას ვხედავთ? ხედავთ კონსტანტებს, რომლებიც არიან არა ძლივს საკმარისი, არამედ უკიდურესად, აბსურდულად, შეუძლებლად სრულყოფილი. დაუბრუნდეთ გრავიტაციულ კონსტანტას. ის არის 6,674 გამრავლებული 10-ზე ხარისხში უარყოფითი 11 მეტრზე კუბში, კილოგრამზე წამში კვადრატში. ამ რიცხვმა შეიძლება ქონოდეს ნებისმიერი მნიშვნელობა ნულიდან უსასრულობამდე, მაგრამ სიცოცხლე შესაძლებელია მხოლოდ ძალიან ვიწრო დიაპაზონში, დაახლოებით 500-1030 გამრავლებული 10-ზე ხარისხში უარყოფითი 11-დან 730 გამრავლებული 10-ზე ხარისხში უარყოფითი 11-მდე. ეს არის ფანჯარა, რომელიც შეადგენს დაახლოებით 200%-ს თეორიულად შესაძლო დიაპაზონის და რეალური მნიშვნელობა 674 არის ზუსტად შუაში ამ ფანჯრის. არა გვერდზე, არა კიდეზე, არამედ ცენტრში. თუ მრავალსამყარო მართლაც არსებობს და ჩვენ მხოლოდ მოვხვდით სამყაროში სწორი პარამეტრებით, მაშინ სტატისტიკურად ჩვენ უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავს სადღაც კიდესთან ახლოს, იქ, სადაც პარამეტრები ძლივს საკმარისია სიცოცხლისთვის. მაგრამ ჩვენ არ ვართ. ჩვენ ვართ ზუსტად შუაში. რატომ? 2034 წელს კვლევა გამოქვეყნა ჯგუფის მიერ ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, რომელმაც გამოთვალა, რომ თუ მრავალსამყაროს ჰიპოთეზა სწორია და თუ ჩვენ ნამდვილად ვართ ტიპური დამკვირვებლები ამ მრავალსამყაროში, მაშინ ალბათობა იმისა, რომ ვიპოვოთ საკუთარ თავს სამყაროში ჩვენი კონსტანტებით, არის 1/10 ტრილიონში. 1/10 ტრილიონში. თუ მრავალსამყარო არის პასუხი, მაშინ ჩვენი არსებობა ზუსტად ამ სამყაროში, ზუსტად ამ კონსტანტებით არის 10 ტრილიონჯერ უფრო ნაკლებად სავარაუდო, ვიდრე ნებისმიერი შემთხვევითი არჩევანი. ეს არ წყვეტს პრობლემას, ეს აუარესებს მას. ეხლა დაუბრუნდეთ სიმულაციის იდეას, რომ სამყარო არის კომპიუტერული პროგრამა და ვიღაცამ ან რამემ დააყენა პარამეტრები. ეს ჟღევს როგორც მეცნიერული ფანტასტიკა.
მაგრამ 2033 წელს ფიზიკოსებმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მართეს ექსპერიმენტი, რომელმაც იპოვა რაღაც გაუგებარი. ისინი ზომავდნენ კვანტური ალკის ნიმუშებს. ნიმუშებს, რომლებიც წარმოიქმნება, როდესაც ორი კვანტური პროცესი ერთმანეთს ეჯახება. და აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთ კვანტურ სისტემაში, მხოლოდ ზოგიერთში, მაგრამ განმეორებადად, ნიმუშები იყო არა შეუფერხებლად გლუი, როგორც უნდა ყოფილიყო, არამედ ოდნავ გრანულური. თითქოს არსებობდა ყველაზე პატარა შესაძლო ზომა და უფრო პატარა, რომლისაც სისტემამ ვერ შეძლო წარმოდგენა. ეს არის ზუსტად ის, რასაც მოელოდით, თუ სამყარო არის სიმულაცია. იმიტომ რომ ყველა სიმულაციას აქვს რეზოლუცია, აქვს ლიმიტი იმაზე, თუ რამდენად პატარა დეტალებს შეუძლია წარმოადგინოს. მაგრამ აქ არის საინტერესო. მეცნიერებმა ვერ შეძლეს ამ ეფექტის განმეორება. ზოგჯერ ის იყო, ზოგჯერ არა და არავინ იცის რატომ. შეიძლება ეს იყო ინსტრუმენტული შეცდომა, შეიძლება ეს იყო სტატისტიკური ანომალია, ან მხოლოდ შეიძლება, ეს იყო ნამდვილი ნიშანი, რომ რეალობა თავისი ყველაზე ფუნდამენტურ დონეზე არ არის უსასრულოდ დელიკატური. მაგრამ თუ ჩვენ ცხოვრობთ სიმულაციაში, მაშინ ვინ ან რა ართულებს მას? და რატომ დააკენეს კონსტანტები ზუსტად ისე, რომ ჩვენ არსებები ამ სიმულაციაში შეგვეძლო ვიფიქროთ, ვიკითხოთ, ვიცოდეთ. რა არის მიზანი? და ამ კითხვას არ აქვს პასუხი მეცნიერებაში. არა იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ არ გვაქვს საკმარისი მონაცემები, არამედ იმიტომ, რომ თავად კითხვა რა არის მიზანი, სცილდება მეცნიერების შესაძლებლობებს. მეცნიერება პასუხობს როგორს, მეცნიერება არ პასუხობს რატომს. და ახლა ჩვენ მივდივართ საზღვარზე, რომელიც გამოყოფს ცოდნას უცოდინრობისგან, გასაგებს გაუგებრისგან, შესაძლებელს შეუძლებელისგან. 2025 წელს ფიზიკოსთა კონფერენციაზე პრინსტონის უნივერსიტეტში ერთ-ერთმა წამყვანმა თეორეტიკოსმა, რომლის სახელის ხსენება არ შემიძლია, რადგან ის სთხოვა ანონიმობას, თქვა რაღაც, რაც გამოიწვია დესის სრული სიჩუმე. მან თქვა: ჩვენ ვაწყდებით შესაძლო ვარიანტს, რომ ფუნდამენტური კონსტანტები არ არიან ახსნილი. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვიპოვეთ სწორი თეორია, არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი მონაცემები, არამედ იმიტომ, რომ ისინი შეიძლება იყოს ის ტიპის რაღაც, რომელიც პრინციპულად არ შეიძლება იყოს ახსნილი. დაელოდეთ, კიდევ ერთხელ. პრინციპულად არ შეიძლება იყოს ახსნილი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უბრალოდ ჯერ არ ვიცით. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება არსებობდეს ფუნდამენტური ლიმიტი, არა ტექნოლოგიური, არა მათემატიკური, არამედ ონტოლოგიური ლიმიტი, იმაზე თუ რას შეუძლია ვერთხი რეალობის შიგნით იცოდეს იმ რეალობის შესახებ. წარმოიდგინეთ თევზი აკვარიუმში. თევზს შეუძლია დააგვირდეს წყალს, მცენარეებს, სხვა თევზებს. თევზს შეუძლია შეისწავლოს წყლის ქიმია, სინათლის რეფრაქცია, მოძრაობის ფიზიკა, მაგრამ არის ერთი რამ, რასაც თევზი ვერასდროს ვერ გაიგებს მხოლოდ აკვარიუმის შიგნიდან დაკვირვებით. რატომ არის აკვარიუმი? არა როგორ მუშაობს აკვარიუმი, არა რა არის აკვარიუმში, არამედ რატომ არსებობს აკვარიუმი საერთოდ. ეს კითხვა მოითხოვს რაღაცას მიღმა აკვარიუმისა. მოითხოვს პერსპექტივას, რომელიც თევზს არ აქვს და ვერასდროს ვერ ექნება. და შესაძლოა ჩვენ, არსებები ამ სამყაროში, ვართ ისეთივე მდგომარეობაში. შეგვიძლია გავზომოთ კონსტანტები, შეგვიძლია ჩავწეროთ განტოლებები, შეგვიძლია პროგნოზირება მოახდინოთ სიზუსტით, რომელიც აღემატება 1 ტრილიონად ნაწილს. მაგრამ კითხვა, რატომ არის ეს კონსტანტები? ეს კითხვა შეიძლება იყოს მსგავსი თევზის კითხვისა, რატომ არის აკვარიუმი. შეიძლება პასუხი არსებობდეს, მაგრამ შეიძლება ის არსებობდეს გარეთ იმ სისტემისა, რომელშიც ჩვენ მუშაობთ. 2037 წელს ფილოსოფოსმა თომელმა გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით აზრი კოსმოსიდან. მასში ის ამბობს რაღაც რადიკალურს. ის ამბობს, რომ შეიძლება რეალობა თავისი ყველაზე ღრმა დონეზე არ იყოს რაციონალური, იმ გაგებით, როგორც ჩვენ ამ სიტყვას გამოვიხენებთ. შეიძლება არსებობდეს ფაქტები, ფუნდამენტური, ძირითადი ფაქტები, რომლებსაც არ აქვთ ახსნა არა იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვიპოვეთ ის, არამედ იმიტომ, რომ არ არსებობს ახსნა, რომელიც მათ აქვთ. შეიძლება ფუნდამენტური კონსტანტები იყოს მაგალითი სწორედ ამ ტიპის ფაქტებისა, ხშირი ფაქტები, რომლებიც უბრალოდ არიან და არანაირი მიზეზი ან პროცესი ან ახსნა არ არსებობს იმისა, თუ რატომ არიან. მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია მისაღები, რადგან თუ ეს სწორია, თუ კონსტანტები უბრალოდ არიან და არანაირი ახსნა არ არსებობს, მაშინ ყველაფერი, რაც ოდესმე არსებობდა, არსებობს და იარსებებს, დამოკიდებულია რიცხვებზე, რომლებსაც არ აქვთ მიზეზი, რომ იყვნენ ისეთები, როგორიც არიან. თქვენი სხეული, თქვენი აზრები, თქვენი უნარი. იკითხოთ ეს სიტყვები. ყველაფერი დამოკიდებულია კონსტანტებზე, რომლებიც შეიძლება არ გქონდეთ პასუხი კითხვაზე რატომ, და ეს გვიბრუნებს უკან იქ, სადაც დავიწყეთ, მაგრამ ეხლა უფრო ღრმა გაგებით. ამ წამში თქვენ სხეულში 7 ოქტილიონი ატომი მუშაობს სინქრონიზაციაში.
თითოეული ემორჩილება კანონებს, რომლებიც დაკენებულია სიზუსტით, რომელიც აღემატება ყველაფერს, რაც ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. და ეს კანონები, ეს კონსტანტები არის ისეთები, რომ თუ ისინი ოდნავაც განსხვავებული იყო, თქვენ არ არსებობდით. მაგრამ არავინ იცის, რატომ ისინი ისეთები არიან, როგორიც არიან. და შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, არავინ ვერასდროს იცოდეს. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისად ჭკვიანები, არა იმიტომ, რომ არ გვაქვს საკმარისი ინსტრუმენტები, არა იმიტომ, რომ არ გავაკეთეთ სწორი ექსპერიმენტები, არამედ იმიტომ, რომ შეიძლება კითხვა, რატომ არის რაღაცა და არა არაფერი, ეს საბოლოო, ღრმა, ფუნდამენტური კითხვა არ ეკუთვნის ტიპს კითხვებს, რომლებსაც მეცნიერებას შეუძლია პასუხის გაცემა. მაგრამ ფილოსოფიას შეიძლება. და ის არის ის, რისკენაც ახლა მივდივართ. არა იმისთვის, რომ ვიპოვოთ პასუხი, არამედ იმისთვის, რომ გავიგოთ კითხვა. და ახლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ რაღაცაზე, რაც არის ერთდროულად საშინელი და ლამაზი. რაღაცაზე, რაც ცვლის არა მხოლოდ იმას, რას ვფიქრობთ სამყაროს შესახებ, არამედ იმასაც, თუ რას ნიშნავს საერთოდ ცოდნა. წარმოიდგინეთ ორი ფილოსოფოსი, უძველესი ბერძნულიდან, სოკრატე და პლატონი, რომლებიც დგანან ამ დაკვირვებების წინაშე, რომლებსაც ეუბნებიან, სამყარო მორგებულია სიზუსტით, რომელიც აღემატება 1 ტრილიონად ნაწილს, რომლებსაც ეჩვენებიან რიცხვები, ფუნდამენტური კონსტანტები, რომლებიც თუ ოდნავაც განსხვავებული იყო, არაფერი არ არსებობდა. სოკრატე, რომელმაც თქვა, მე ვიცი მხოლოდ ერთი რამ, რომ არაფერი არ ვიცი, რას იტყოდა? ის იტყოდა, ეს არ არის დამტკიცება, რომ ღმერთი არსებობს. ეს არის დამტკიცება, რომ ჩვენი უცოდინრობა უფრო ღრმაა, ვიდრე წარმოვიდგენდით. პლატონი, რომელმაც თქვა, რომ ფიზიკური სამყარო არის მხოლოდ ჩრდილი, უფრო რეალური, იდეალური სამყაროსი, რას იტყოდა? ის იტყოდა, შესაძლოა ეს კონსტანტები, ეს რიცხვები არ არის რეალურები იმ გაგებით, როგორც ჩვენ ვფიქრობთ. შესაძლოა ისინი არიან ჩრდილები რაღაცისა უფრო ფუნდამენტურისა. მაგრამ აქ არის რაც ცვლის ყველაფერს. ის რაც არც სოკრატეს, არც პლატონს არ შეეძლოთ წარმოედგინათ, ჩვენ აღარ ვართ მხოლოდ ფილოსოფოსები, როსები, რომლებიც ფიქრობენ რეალობაზე. ჩვენ ვართ რეალობის ნაწილი, ვართ რეალობის ნაწილი, რომელიც ფიქრობს საკუთარ თავზე. ჩვენ ვართ ატომები, რომლებიც დაკენებულნი არიან ისე, რომ მათ შეუძლიათ იკითხონ, რატომ ვართ ჩვენ დაკენებულნი ასე. ეს არ არის მხოლოდ ფილოსოფიური თამაში სიტყვებით, ეს არის ფუნდამენტური პარადოქსი, რომელიც გამოდის თავად მეცნიერებიდან. 2027 წელს ფილოსოფოსმა დეივიდ ჩალმერსმა, ისიც ვინც ჩამოაყალიბა ცნობილი ძნელი პრობლემა შეგნებისა, დაწერა ნაშრომი სახელწოდებით მეტაფიზიკა ფუნდამენტური კონსტანტებისა. მასში ის კითხულობს რაღაც, რაც შეცვლის პერსპექტივას. ის ამბობს, როდესაც ჩვენ კითხულობთ, რატომ არიან კონსტანტები ისეთები, როგორიც არიან, ჩვენ ვარაუდობთ, რომ არსებობს საპასუხო, რაღაც, რაც ახსნის მათ. მაგრამ შესაძლოა ეს ვარაუდი თავად არის შეცდომა. შესაძლოა არსებობს ორი ტიპის ფაქტი სამყაროში. პირველი, ფაქტები, რომლებსაც აქვთ ახსნა, რაღაც, რაც ხდება იმიტომ, რომ რაღაც სხვა გამოიწვია მას. მეორე, ხშირი ფაქტები. ფაქტები, რომლებიც უბრალოდ არიან და არანაირი უფრო ღრმა ახსნა არ არსებობს. და ფუნდამენტური კონსტანტები შეიძლება იყოს ხშირი ფაქტები. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვიპოვეთ ახსნა, არამედ იმიტომ, რომ არ არსებობს ახსნა, რომელიც უნდა იპოვოს. მაგრამ თუ ეს სწორია, თუ ფუნდამენტური კონსტანტები არ გააჩნიათ ახსნა, მაშინ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ თქვენი არსებობა, ის ფაქტი, რომ თქვენ ამ წამში აცნობიერებთ თქვენს არსებობას, დამოკიდებულია რაღაცაზე, რაც შეიძლება პრინციპულად იყოს მიუწვდომელი გაგებისთვის. და ეს გვიბიძგებს უფრო ღრმა კითხვისკენ. კითხვისკენ, რომელიც არ ეხება მხოლოდ ფიზიკას ან კოსმოლოგიას. კითხვისკენ, რომელიც ეხება თავად ცოდნის ბუნებას. რას ნიშნავს იცოდე რაღაც? ტრადიციულად ფილოსოფიაში ცოდნა განისაზღვრება როგორც გამართლებული ჭეშმარიტი რწმენა. თქვენ იცით რაღაც თუ. 1. ის არის ჭეშმარიტი. 2. თქვენ გჯეროდათ ეს. 3. თქვენ გაქვთ კარგი მიზეზი იწამოთ ეს. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ფუნდამენტურ კონსტანტებს, როდესაც საქმე ეხება საბოლოო რატომს, ეს განმარტება იშლება. ჩვენ ვიცით, რომ ელექტრომაგნიტური ძალის კონსტანტა არის 1 გაყოფილი 127-ზე. ეს არის ჭეშმარიტება, გაზომილი, დადასტურებული, განმეორებული ათასობით ექსპერიმენტში. ჩვენ გვჯერა ეს, რადგან გვაქვს ყველაზე ძლიერი შესაძლო დამადასტურებელი, ემპირიული მონაცემები. მაგრამ ვიცით თუ არა, რატომ არის ის 1 გაყოფილი 127-ზე? არა. და კიდევ უფრო საინტერესო. შესაძლოა ჩვენ ვერასდროს ვიცოდეთ. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისად ჭკვიანები, არამედ იმიტომ, რომ თავად კითხვამ შეიძლება არ ჰქონდეს პასუხი. და ეს ქმნის სრულიად ახალ ტიპის უცოდინრობას.
არა უცოდინრობას, რომელსაც დრო და კვლევა შეუძლია აღმოფხვრას, არამედ უცოდინრობას, რომელიც შეიძლება იყოს ფუნდამენტური ნაწილი იმისა, რაც ნიშნავს იყო შეგნებული არსება ამ სამყაროში. და ეხლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რასაც მართლა არ ვიცით. რადგან აქამდე ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რასაც ვიცით, რიცხვებზე, გაზომვებზე, თეორიებზე, ექსპერიმენტებზე. მაგრამ სამყაროს რეალური საიდუმლო არ არის იმაში, რასაც ვიცით. ის არის იმაში, რასაც არ ვიცით. და რასაც არ ვიცით. და რასაც არ ვიცით არის უფრო ვრცელი, უსასრულოდ უფრო ვრცელი, ვიდრე ის, რასაც ვიცით. არა როგორ მუშაობენ ისინი, ამას ვიცით. არა რას აკეთებენ ისინი, ამასაც ვიცით. არამედ ვიცით. არამედ რატომ. რატომ არის გრავიტაციული კონსტანტა 6,674 გამრავლებული 10-ზე ხარისხში უარყოფითი 11 და არა 7 გამრავლებული 10-ზე ხარისხში უარყოფითი 11. შეიძლება არსებობს უფრო ღრმა თეორია. თეორია, რომელიც გამოიყვანს ყველა კონსტანტას ერთი განტოლებიდან. ეს არის ის, რასაც ფიზიკოსები ეძებენ, ყველაფრის თეორია. მაგრამ თუნდაც ვიპოვოთ ეს თეორია, ჩვენ მაინც გვექნება კითხვა. რატომ არის ეს თეორია მართებული? რატომ არის რეალობა აღწერილი სწორედ ამ განტოლებით და არა რამე სხვით? ამ კითხვას არ აქვს პასუხი. შეიძლება ვერასდროს კონდეს. მრავალ სამყაროს თეორია, იდეა, რომ არსებობს უსასრულო რაოდენობის სამყაროები განსხვავებული კონსტანტებით, არის ელეგანტური მათემატიკურად, მაგრამ ის შეიძლება იყოს პრინციპულად შეუმოწმებელი. თუ სხვა სამყაროები არსებობენ და თუ მათზე წვდომა შეუძლებელია, არა მხოლოდ ტექნოლოგიურად, არამედ ფიზიკურად, პრინციპულად, მაშინ როგორ შეგვიძლია ოდესმე ვიცოდეთ, რომ ისინი რეალურები არიან? ზოგიერთი ფიზიკოსი ამბობს, ეს კარგია, თუ თეორია პროგნოზირებს სხვა სამყაროებს და თუ ეს თეორია პროგნოზირებს სხვა რამეებს, რომლებიც შეგვიძლია შევამოწმოთ და ისინი სწორი არიან, მაშინ გვაქვს არაპირდაპირი მტკიცებულება სხვა სამყაროების არსებობისა. მაგრამ სხვები ამბობენ, ეს არ არის მეცნიერება. თუ ვერ შეგიძლია შეამოწმო რაღაც, თუ ვერასდროს ვერ დააკვირდები მას, ვერ გაზომავ მას, ვერ გადაამოწმებ მას, მაშინ ის არ არის მეცნიერული ჰიპოთეზა. ეს არის ფილოსოფია. და ამ კამათს არ აქვს გადაწყვეტა. არა იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ არ გვაქვს საკმარისი მონაცემები, არამედ იმიტომ, რომ თავად კითხვა სცილდება მეცნიერების შესაძლებლობებს. მთელი თანამედროვე ფიზიკა დგას მათემატიკაზე. მათემატიკაზე ჩვენ ვწერთ განტოლებებს, სიმბოლოებს დაფაზე. და ეს განტოლებები აღწერენ რეალობას სიზუსტით, რომელიც აღემატება ყველაფერს, რაც ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. მაგრამ რატომ? რატო უნდა მუშაობდეს მათემატიკა? რატო უნდა ემორჩილებოდეს ფიზიკური სამყარო აბსტრაქტულ სტრუქტურებს, რომლებიც ადამიანებმა გამოიგონეს? ან გამოიგონეს. შესაძლოა მათემატიკა არ არის გამოგონილი. შესაძლოა ის არის აღმოჩენილი. რაღაც, რაც არსებობს დამოუკიდებლად ჩვენგან. რაღაც, რაც არის, რაღაც გაგებით, რომელიც მეტია ვიდრე ფიზიკური არსებობა. მაგრამ ეს ჟღერს მისტიკურად. და ჩვენ არ გვინდა მისტიკა, ჩვენ გვინდა მეცნიერება. მაგრამ თავად მეცნიერება, თავად ფაქტი, რომ მათემატიკა მუშაობს, გვკარნახობს რაღაცას, რაც მეცნიერებამ ვერ პასუხობს. შესაძლოა რეალობა თავისი ყველაზე ღრმა დონეზე არის მათემატიკური. არა ისე, რომ მას აქვს მათემატიკური თვისებები, არამედ ისე, რომ ის არის მათემატიკური სტრუქტურა. რომ არაფერი არ არსებობს მიღმა მათემატიკის იკისა, რომ მათემატიკა და რეალობა ერთი და იგივეა. ეს იდეა არის ის, რასაც უწოდებენ მათემატიკურ ევნივერსს. მაგრამ თუ ეს სწორია, მაშინ ჩვენ, შეგნებული არსებები, როგორ ხვდებით ამ სურათში? როგორ არის შეგნება, სუბიექტური გამოცდილება იმისა, რომ იყო ცნობიერი, როგორ არის ეს დაკავშირებული მათემატიკურ სტრუქტურებთან? ჩვენ არ ვიცით. არ ვიცით და შესაძლოა ვერასდროს ვიცოდეთ. კვანტური მექანიკა ამბობს, თუმცა ეს არ არის ერთადერთი ინტერპრეტაცია, რომ რეალობა არ არის დაფიქსირებული, სანამ არ გაზომავთ მას. ელექტრონი არ არის აქ ან იქ, სანამ არ დააკვირდებით მას. მაგრამ რა განსაკუთრებულია გაზომვაში? რა განსაკუთრებულია დაკვირვებაში? არის თუ არა რაღაც განსაკუთრებული შეგნებაში, თქვენში, ის ფაქტი, რომ თქვენ აცნობიერებთ, რაც ქმნის რეალობას. ზოგიერთი ფიზიკოსი ამბობს დიახ, ისინი ამბობენ, რომ შეგნება, არა ტვინი, არა ნერვული სისტემა, არამედ სუბიექტური გამოცდილება, არის ფუნდამენტური ნანაწილი რეალობისა, არა მხოლოდ გვერდითი პროდუქტი. სხვები ამბობენ არა. ისინი ამბობენ, რომ დაკვირვება კვანტურ მექანიკაში ნიშნავს მხოლოდ ურთიერთქმედება, არაფერი საერთო შეგნებასთან. ელექტრონი, რომელიც ურთიერთქმედებს ფოტონთან, აკვირდება ფოტონს იმავე გაგებით, როგორც თქვენ აკვირდებით მას. მაგრამ ეს კამათი არ არის გადაწყვეტილი. და ჩვენ არ ვიცით, როგორ გადაწყვიტოთ ის, რადგან ჩვენ არ ვიცით, როგორ გავზომოთ შეგნება, როგორ დავადგინოთ, არის თუ არა რაღაც ნამდვილად ცნობიერი. თუ სამყარო არის კომპიუტერული პროგრამა, თუ ყველაფერი, რასაც ვხედავთ, ვგრძნობთ, ვფიქრობთ,
არის გამოთვლითი პროცესი რაღაც უფრო ფუნდამენტურ დონეზე, როგორ შეგვიძლია ეს შევიტყოთ. ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, ჩვენ შეგვიძლია მოძებნოთ ხარვეზები, ადგილები, სადაც სიმულაცია ავლენს საკუთარ თავს. მაგრამ სხვები ამბობენ, თუ პროგრამისტები საკმარისად ჭკვიანები არიან, მათ შეეძლებათ სიმულაციის გაკეთება, რომელიც შიგნიდან პრინციპულად განურჩეველია რეალურისგან. და თუ ეს სწორია, მაშინ ჩვენ ვერასდროს ვერ ვიცოდეთ. ჩვენ ვერასდროს ვერ გადავწყვეტდით კითხვას, ვართ თუ არა ჩვენ სიმულაციაში. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისად ჭკვიანები, არამედ იმიტომ, რომ თავად კითხვა შეიძლება იყოს პრინციპულად უპასუხო შიგნიდან. ეს არის ყველაზე ღრმა კითხვა. არა კითხვა კონკრეტული ფაქტების შესახებ, არამედ კითხვა თავად ცოდნის შესაძლებლობის შესახებ. ჩვენ ვართ ნაწილი სამყაროსი. ჩვენი ტვინები შექმნილია ატომებისგან, რომლებიც დაწესებულნი არიან იმავე კანონებით, რომლებსაც ვცდილობთ გავიგოთ. ჩვენი აზრები არის ელექტრული იმპულსები, რომლებიც ემორჩილებიან იმავე კონსტანტებს, რომლებზეც ვფიქრობთ. როგორ შეუძლია სისტემას სრულად გაეგოს საკუთარი თავი? როგორ შეუძლია თვალს ნახოს საკუთარი თავი? როგორ შეუძლია სამყაროს იცოდეს საკუთარი თავი შიგნიდან? შესაძლოა ეს შეუძლებელია. შესაძლოა არსებობს ფუნდამენტური ლიმიტი, არა პრაქტიკული, არამედ პრინციპული ლიმიტი, იმაზე, რასაც სამყაროს ნაწილს შეუძლია იცოდეს სამყაროს შესახებ. და თუ ეს სწორია, მაშინ ფუნდამენტური კონსტანტები, ის კითხვა, რატომ არიან ისინი ისეთები, როგორიც არიან, შეიძლება იყოს მაგალითი რაღაცისა, რაც ჩვენ პრინციპულად ვერასდროს ვერ გავიგებთ. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისად ჭკვიანები, არამედ იმიტომ, რომ კითხვა თავად არის ტიპისა, რომელსაც სისტემა ვერ პასუხობს შიგნიდან. და ახლა დროა დავბრუნდეთ. დავბრუნდეთ არა დიდ თეორიებთან, არა კოსმიკურ მასშტაბებთან, არა აბსტრაქტულ მათემატიკასთან, არამედ თქვენთან. დახარეთ თქვენი თვალები. მოიცა. უბრალოდ რამდენიმე წამით. დახარეთ თვალები. რას გრძნობთ? შესაძლოა ბნელს ხედავთ. არა სრულ სიბნელეს, არამედ ბნელს სავსეს ვარიაციებით, ფორმებით, ფერებით, რომლებიც მოძრაობენ. შესაძლოა გრძნობთ თქვენს თავს, სქემს, სადაც იჯექით, ჰაერს, რომელიც ეხება თქვენს კანს, სისხლის პულსაციას ტაძრებში. ყველა ეს შეგრძნება, ყველა ეს ცნობიერება ხდება იმიტომ, რომ მილიარდობით ნერვული უჯრედი თქვენს ტვინში აწვავს ელექტრულ იმპულსებს. და ეს იმპულსები მოძრაობენ იმიტომ, რომ ელექტრონები გადაადგილდებიან. და ელექტრონები გადაადგილდებიან იმიტომ, რომ ელექტრომაგნიტური ძალის კონსტანტა არის ზუსტად 1 გაყოფილი 127-ზე. ტზე. თუ ის რიცხვი, ეს ერთი რიცხვი, ოდნავაც განსხვავებული იყო, თქვენ არ იგრძნობდით ამას. თქვენ არ იფიქრებდით, თქვენ არ იარსებებდით. მაგრამ აქ ხართ, აცნობიერებთ, გრძნობთ, ფიქრობთ. და ეს პირდაპირი უშუალო გამოცდილება იმისა, რომ იყოთ ცნობიერი, არის ყველაზე უდაო ფაქტი, რომელიც გაქვთ. უფელიც გაქვთ. უფრო დამადასტურებელი ვიდრე ნებისმიერი მეცნიერული თეორია, უფრო რეალური ვიდრე ნებისმიერი გაზომვა, უფრო ფუნდამენტური ვიდრე ნებისმიერი განტოლება. დეკარტმა თქვა, ვფიქრობ, ამიტომ ვარ. და ის მართალი იყო, მაგრამ არა იმ გზით, როგორც ის ფიქრობდა. ის ფიქრობდა, რომ ის ამტკიცებდა საკუთარ არსებობას, მაგრამ ის, რაც ის ნამდვილად ამტკიცებდა, იყო რაღაც უფრო ღრმა. ის ამტკიცებდა, რომ ცნობიერება, თქვენი ცნობიერება, პირდაპირი გამოცდილება იმისა, რომ იყოთ, არის საწყისი წერტილი. არა სამყარო, რომელიც არსებობს იქ გარეთ და რომელსაც ჩვენ აღვადგენთ, არამედ ცნობიერება, პირდაპირი გამოცდილება აქ შიგნით. და თუ ეს ასეა, თუ ცნობიერება არის საწყისი წერტილი, არა დასკვნა, მაშინ ყველაფერი, ყველა თეორია, ყველა გაზომვა, ყველა განტოლება იმის შეცდომაა იცოდეს ეს ერთი რამ. თუ როგორ არის ცნობიერება დაკავშირებული ფიზიკურ სამყაროსთან, ჩვენ ვიცით, რომ ისინი დაკავშირებულნი არიან. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც თქვენს ტვინს ხდება რაღაც, როდესაც ნერვული უჯრედი ავლენს იმპულსს, თქვენ გრძნობთ რაღაცას. მაგრამ ჩვენ არ ვიცით რატო. ჩვენ არ ვიცით, როგორ ელექტრული იმპულსი, რაღაც ფიზიკური, ხდება გამოცდილება, რაღაც სუბიექტური. ეს არის ის, რასაც დეივიდ ჩალმერსი უწოდებს ძნელ პრობლემას შეგნებისა. და ეს არის პრობლემა, რომელსაც არავინ გადაჭრა. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისად კარგი ინსტრუმენტები ან საკმარისად ძლიერი თეორიები, არამედ იმიტომ, რომ შესაძლოა პრობლემა თავად არის ტიპისა, რომელიც ცილდება მეცნიერებას. რადგან მეცნიერება სწავლობს ობიექტურს, ის, რასაც ყველას შეუძლია დააგვირდეს, გაზომოს და ადასტუროს. მაგრამ ცნობიერება არის სუბიექტური, ის, რასაც მხოლოდ თქვენ გრძნობთ, მხოლოდ თქვენთვის გამოცდილება. როგორ შეიძლება ობიექტური მეთოდი შეისწავლოს სუბიექტურ გამოცდილებას? როგორ შეიძლება იმას, რაც ნანახია მესამე პირისგან, აღწეროს ის, რაც განცდილია პირველ პირში? შესაძლოა ვერ შეიძლება. შესაძლოა ცნობიერება არის სწორედ ის, რაც ყოველთვის იქნება მიღმა ობიექტური ანალიზისა.
არა იმიტომ, რომ ის მისტიკურია, არამედ იმიტომ, რომ ის ფუნდამენტურად განსხვავებულია ყველა სხვა ფენომენისგან. და თუ ეს ასეა, მაშინ რას ნიშნავს ეს? გახსოვთ, როგორ დავიწყეთ. გახსოვთ პირველი წინადადება. ეხლა ამ წამში, როდესაც ამ სიტყვებს უსმენთ, თქვენს სხეულში რაღაც უკიდურესად ზუსტი ხდება, უსტი ხდება. ჩვენ დავიწყეთ თქვენით, არა სამყაროთი, არა ბიგ ბენგით, არა კონსტანტებით, არამედ თქვენით, აქ, ეხლა, ამ წამში. და ეხლა ათასობით სიტყვის შემდეგ, ათასობით რიცხვის შემდეგ, ათასობით ფაქტის შემდეგ, ჩვენ უბრუნდებით იქ, საიდანაც დავიწყეთ, ხეთ, თქვენთან, ან წამთან. რადგან ყველა ეს თეორია, ყველა ეს განტოლება, ყველა ეს გაზოზომა, ყველა ეს მეცნიერება სრულდება თქვენში, თქვენს ცნობიერებაში, თქვენს უშუალო გამოცდილებაში იმისა, რომ იყოთ ცნობიერი. სამყარო შეიძლება იყოს უსასრულოდ დიდი, 86 მილიარდი სინათლის წელი დიამეტრში, ან უსასრულოდ მცირე, კვანტური ქსოვილი, რომელიც ატომების ქვეშ არის, ან უსასრულოდ კომპლექსური, 10 ხარისხში 500 შესაძლო კონფიგურაციას ტრიქონულ თეორიაში. მაგრამ ყველაფერი, რასაც თქვენ ოდესმე იცოდით ამ სამყაროს შესახებ, ყველაფერი, რასაც ოდესმე განიცდიდით, იფიქრებდით, იგრძნობდით, ხდება აქ, თქვენში. ამ უშუალო მომენტში ცნობიერების და შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, ეს არ არის შემთხვევითობა. შესაძლოა ის ფაქტი, რომ სამყარო შეიძლება იყოს ცნობილი, ის ფაქტი, რომ არსებობს არსებები, რომლებსაც შეუძლია დააკვირდონ, იფიქრონ, იკითხონ, რატომ, არ არის უბრალოდ შემთხვევითი პროდუქტი ფუნდამენტური კონსტანტებისა. შესაძლოა ცნობიერება და კონსტანტები დაკავშირებულნი არიან უფრო ღრმად, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. შესაძლოა ის, რომ სამყაროს აქვს კანონები, ის, რომ ის ემორჩილება მათემატიკას, ის, რომ ის შეიძლება იყოს გასაგები, თავად არის დაკავშირებული იმასთან, რომ არსებობენ დამკვირვებლები. არა ისე, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო ჩვენთვის, არა ისე, რომ პროგრამისტმა დააყენა პარამეტრები, არამედ ისე, რომ ცნობიერება და კანონები და რეალობა, ყველა ისინი არიან ნაწილები ერთი დიდი თვითორგანიზებადი პროცესისა. პროცესი, რომელშიც სამყარო არა მხოლოდ არსებობს, არამედ აცნობიერებს საკუთარ თავს. არა იმიტომ, რომ არის ვინმე გარეთ, რომელიც უყურებს, არამედ იმიტომ, რომ არის ვინმე შიგნით, თქვენ, რომელიც აცნობიერებს. და ახლა დრო დავამთავროთ, არა პასუხით, არამედ კითხვით. 12 მილიარდი წლის წინ სამყარო დაიწყო როგორც უსასრულოდ მცირე წერტილი უსასრულოდ დიდი პოტენციალით. იმ პირველ წამში ფუნდამენტური კონსტანტები დაისადგურა: გრავიტაცია, ელექტრომაგნიტური ძალა, ძლიერი ბირთვული ძალა, სუსტი ბირთვული ძალა. ყველა ისინი, დაყენებული სიზუსტით, რომელიც აღემატება 1 ტრილიონად ნაწილს. თუ ისინი ოდნავაც განსხვავებული იყო, თუ მხოლოდ ერთი მათგანი, მხოლოდ ერთი რიცხვი ოდნავ იცვლებოდა, არაფერი არ არსებობდა. არანაირი გალაქტიკა, არანაირი ვარსკვლავი, არანაირი პლანეტა, არანაირი სიცოცხლე, არანაირი ცნობიერება. მაგრამ ისინი არ იყვნენ განსხვავებული. ისინი იყვნენ ზუსტად სწორი. და 12 მილიარდი წლის შემდეგ აქ ხართ თქვენ, კრებული ატომებისგან, რომლებიც შეიქმნა ვარსკვლავების შიგნით, ორგანიზებული მოლეკულებად, რომლებიც გაერთიანდნენ უჯრედებად, რომლებიც გააერთიანეს თავი ორგანიზმად, რომელსაც აქვს რაღაც შესანიშნავი, უნარი იცოდეს, რომ არსებობს. და თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს და იკითხავთ, რატო? რატომ არის სამყარო ზუსტად ისეთი, რომ მე შემიძლია ვიკითხო ეს კითხვა? ჩვენ მოგეცით 3 ძირითადი პასუხი. პირველი, შემთხვევითობა. ჩვენ მოხვდით სწორ სამყაროში უსასრულო რაოდენობის სამყაროებიდან. მეორე, დიზაინი. ვიღაცა მან რამემ დააყენა კონსტანტები. მესამე, თვითორგანიზაცია. სამყარო ბუნებრივად მოძრაობს სტაბილური, ცნობიერების შემძენი კონფიგურაციისკენ. მაგრამ სამივე ეს პასუხი ტოვებს რაღაცას უპასუხოდ. რადგან სამივე მათგანი ვარაუდობს, რომ კითხვას რატომ აქვს პასუხი, რომ უნდა იყოს მიზეზი, ან პროცესი, ან ახსნა. მაგრამ შესაძლოა არ არის. შესაძლოა სამყარო თავისი ყველაზე ღრმა დონეზე უბრალოდ არის. და ის ფაქტი, რომ ის არის, ის ფაქტი, რომ არის რაღაცა და არა არაფერი, არ აქვს ახსნა. არა იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ არ ვიპოვეთ ის, არამედ იმიტომ, რომ შესაძლოა არ არსებობს ახსნა, რომელიც უნდა იპოვოს. და თუ ეს ასეა, თუ საბოლოო რატომ არ აქვს პასუხს, მაშინ რა? შესაძლოა მაშინ პასუხი არ არის მიზანი. შესაძლოა კითხვა თავად არის მიზანი. ის ფაქტი, რომ თქვენ შეგიძლიათ იდექით, ან ილაგოთ, ან იფიქროთ და იკითხოთ, რატომ არის რაღაცა, ეს თავისთავად არის რაღაც უჩვეულო. 12 მილიარდი წლის განმავლობაში სამყარო მოძრაობდა იმისკენ, რომ შეექმნა თქვენ, არსება, რომელსაც შეუძლია კითხოს ამ კითხვას. არა იმიტომ, რომ ვინმე გეგმავდა ამას, არა იმიტომ, რომ ეს იყო მიზანი,
არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არის ის, რასაც სამყარო აკეთებს, როდესაც მას აქვს დრო და სივრცე და მატერია და ენერგია და ზუსტად სწორი კონსტანტები. ის ქმნის არსებებს, რომლებსაც შეუძლიათ დააგვირდონ, იფიქრონ, იკითხონ, იცოდნენ. და შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, ეს საკმარისია. შესაძლოა ის ფაქტი, რომ კითხვა არსებობს, არის უფრო ღრმა და უფრო ლამაზი, ვიდრე ნებისმიერი პასუხი, რადგან პასუხი დახურავს კარს, მაგრამ კითხვა ხსნის მას. პასუხი ამბობს, აი ესაა, მაგრამ კითხვა ამბობს, რა შემდეგ? პასუხი შემოიფარგლება, მაგრამ კითხვა ვრცელდება. და თქვენ, თქვენი არსებობა, თქვენი ცნობიერება, თქვენი უნარი იკითხოთ, ხართ გზა, რომლითაც სამყარო ვრცელდება საკუთარ გაგებაში. არა იმისთვის, რომ იპოვოს საბოლოო პასუხი, არამედ იმისთვის, რომ გააგრძელოს კითხვა, მუდმივად, უსასრულოდ, სულმოუთქმელად. შესაძლოა სამყაროს კანონები, ფუნდამენტური კონსტანტები, რომლებიც აკონტროლებენ ყველაფერს, არ იქნა შექმნილი ვიღაცის ან რამის მიერ. შესაძლოა ისინი უბრალოდ არიან და თქვენი არსებობა, თქვენი უნარი, იცოდეთ, რომ ისინი არიან. იკითხოთ, რატომ არიან? არის უბრალოდ ნაწილი იმისა, რაც ხდება, როდესაც სამყარო ხდება საკმარისად კომპლექსური, რომ უკან მოხედოს საკუთარ თავს. და ეს საკმარისია. ეს არის გასაოცარი, ეს არის საშინელი, ეს არის ლამაზი. თქვენ ხართ გზა, რომლითაც სამყარო კითხულობს საკუთარ თავს. და რაც ის კითხულობს, არის არა პასუხი, არამედ კითხვა, რომელიც ხრმავდება, 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 სულმოუთქმელად. და შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, კითხვები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პასუხები.